საღამომშვიდობის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო საარჩევნო რეჟიმში გადადის რუსთავი 2-იც. დღეიდან ყოველ პარასკევს ჩვენ ტრიბუნას უთმობთ არა მხოლოდ მათვისაც დეპუტატობა სურთ, არამედ თქვენს ამურჩეველს. საპარლამენტო კანდიდატებს ხალხის კითხვებზე პასუხის გაცემა პირდაპირ ეთერში მოუწევთ. თქვენსა და დეპუტატობის კანდიდატებს შორის მედიატორობას ნანუკა ჟორჟოლიანი და მე თენგიზ გოგოტიშვილი პირდებით. ჩვენი მიკროფონი უკვე ჩართულია კახეთში კითხვების დღეს სოფელ ველისციხის მოსახლეობას ვამს. ეს გადაცემის მეორე ნაწილში პირველში კი იხილავ დებატებს ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანსა და რესპუბლიკელების ლიდერ დავით უსუფაშვილის შორის. სანამ ისინი პროგრამებსა და მომავალზე ისაუბრებენ, ძალიან მოკლედ თვალი მათ წარსულს გადავავლოთ. ჩვენი სტუმრების წარსულში მაია ლომიძემ ჩაიხედა. მიადაგმცოდნე და აგროქიმიკოსი მიხეილ მაჭავარიანი კურიერის ეთერში პირველად 1997 წელს მოხვდა. რუსთავი 2-ის პრეზენტაციაზე ის უკვე დეპუტატის რანგშია. ესეც მისი პირველი კომენტარი. როდესაც კომისია აწყდება კედელს, რომელიც გადალახვა არის ძალიან ძნელი, აქ რაღაც სხვა ამბიჯებია გასაკეთებელი. გააწმილა თუ არა პოლიტიკური გუნდიც და რამდენჯერ საარქივო მასალებით აშკარა არ არის. პოლიტიკური კარიერის პარალელურად ის სპორტულ ფორმაზე ზრუნავდა. პირველი აშკარად უკეთ გამოსდიოდა. მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის მდივანმა ნახტომი კავშირის თავმჯდომარეს, შემდეგ გენერალური მდივნის პოსტზე გააკეთა. იყო კიდევ ერთი. საინფორმაციო სააგენტოება გაავრცელეს ცნობა, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგია თქვენი კანდიდატურის. რა არის ეს თქვენ გიფრთხილდებათ თუ რაიმე დაპირისპირებას აქვს? მე ვერ გეტყვით აბსოლუტურად დღეს. შეიძლება მოусმინოთ მიშას განმარტებას და ის ალბათ აბსოლუტურად ამომწურულად ზუსტად ამბობს მიზეს. წინააღმდეგობის მიუხედავად მან საგადასახადო შემოსავლების მინისტრის პორტფელი ჩაიბარა და 2 წელიწადში საკუთარი ნებით გადადგა. მანამდე კი ქვეყნის შემოსავლებზე პასუხისმგებელმა პასუხები პირად ქონებაზე აგო. ეს ჩემი მაგიდაა. კურიერის კორესპონდენტ საკუთარი სახლის, გარდერობის და მაცივრის კარიც კი გაუღო. ხელფასი ის საშუალებაც მაძლევდა, ეს არის ყველაფერი. მე ყოველთვის ყველას ვეუბნები, რომ მოდით ნახეთ როგორ ცხოვრობ მე და მე განსაჯეთ რა. მივედით და 9 წლის თავზეც ვნახეთ. იგივე სახლი დღეს ასეთია. ეჭვი მაჭავარიანის ქონებაზე მისმა ოპონენტებმა ოპიზას გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით გამოთქვეს. მე ვიცი მე რატომ მებრძვიან ამ შემთხვევაში. მე ძალიან კარგად ვიცი. იმიტომ რომ ეშინიათ. შეშინებულები არჩევნების გაყალბებასაც ხშირად აბრალებდნენ და საარჩევნო კოდექსის სათავისოდ მორგებასაც. მადლობთ, აბა მუშტი გრიფში ვნახე ვინა ვარ, ამას ქვია ეს შემოთავაზება. მადლობა დავით, სამ თაწმინდაზე ვცხოვრობ თუ საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, სამგორის რაიონში ორჯერ მოვიგე არჩევნები და სხვა შორის ეგ არ ყოფილა ფლავი. სამგორის ორგზის მაჟორიტარი მუშტი კრივში რამდენჯერმე უნახავთ, ოღონდ ორთაჭალის ბაღში არა, პარლამენტში. ბატონშა რატო გადაწყვეტეთ გეცემათ თქვენი კოლეგი? უკადრებელი არ უნდა იკადროს არასოდეს დეპუტატმა და მაგისთვის არის მოყვანილი და მაგისთვის არძლევენ ფულებს საარჩევნო დაპირდნენ, რომ არეულობა გააკეთოს ყოველ სამშაბათს და ეს დამთავრდა ეს სპექტაკლი საქართველოში. მოხვედრია სხვისგანაც, მაშინ როდესაც ჟვანიას გუნდის წევრი რევოლუციურ ხელისუფლებაში მოვიდა. მას შემდეგ დღემდე პარლამენტის თავმჯდომარეს მოადგილეა. 40 წლის ასაკში 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი შექმნა. კურიერის 14 წლიან არქივში მიხეილ მაჭავარიანზე 2460 ვიდეო ფაილია. ჩემი აზრით ეს არის კანონის დარღვევა. ეს კერძო ბრალდების საქმეა, კორუფციის დამარცხება და სხვა. დავით უსუფაშვილი რუსთავი 2-თან ურთიერთობას ექსპერტის სტატუსით იწყებს. პირველი კადრები, რომელიც კურიერის არქივში ინახება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წვეულებაზეა გადაღებული. ამ დროს საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი, სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროდან ასოციაციის თავმჯდომარეა. ახალგაზრდა იურისტებიდან ჯერ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, შემდეგ პოლიტიკაში წავიდა. იმ დროიდან დღემდე დავით უსუფაშვილის გვარის ქვეშ ტიტრები ასე იწერება: რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე. ძმები ბერძენიშვილები და უსუფაშვილი მეუღლით. ყველაზე ოჯახური პარტიის წევრებმა თვითმმართველობაში მოსვლა გაფართოებული ძალებით გადაწყვიტეს. ოღონდ პარტიის ლიდერი მაშინ პირველ სამეულში არ დასახელდა. დასახელდა დავითაშვილი ხიდაშელი ბერძენიშვილი. მზად ვართ საერთო წარმატების მისაღწევად, თინამ ის როლი შეასრულოს, რომელზეც ჩამოყალიბდებით. გაუმარჯო საქართველოს!
ვარდების რევოლუციიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ დავით უსუფაშვილის კომენტარების უმრავლესობა საპროტესტოა. ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით, ყოველთვის საქმიანი, მოზომილი, მაგრამ ძნელად დასამახსოვრებელი. ეს არის პოლიტიკური დემაგოგიის კლასიკა. საქართველოში დამკვიდრდა მდიდრის სამართალი. პრეზიდენტმა გადაწყვიტა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ყველა საკომანდო პუნქტზე განალაგოს ერთგულებით, უპრინციპობით გამორჩეული თანამებრძოლები მისი. პრინციპის საკითხებზე ერთი ეპიზოდი უახლესი წარსულიდან. რესპუბლიკელი ლიდერი საკონსტიტუციო მონარქიის შესახებ. გასავლელია საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი და ამან შეიძლება მიგვიყვანოს კონსტიტუციურ მონარქიამდე. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სამართალმცოდნე უსუფაშვილი კრიტიკულ სიტუაციებშიც კანონმორჩილია. მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი იყო ძალიან პატარა და მოუმზადებელი ქვეყნის სამართალად. მიხეილ სააკაშვილის თანატოლი დავით უსუფაშვილი შეიძლებოდა თვითონაც საპრეზიდენტო კანდიდატი გამხდარიყო. გავრცელებული ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული საბჭოს კენჭისყრაზე ნოემბრის მოვლენების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძემ მას ერთი ხმით მოუგო. ჩვეულებრივ უხერხულ სიტუაციებში არ ვარდება და საახალწლო კურიოზებშიც კი არ ხვდება. ხუმრობს მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე. 6 ადგა, 6 კვერცხი შეჭამა, რაღაც 6 და ვიღაც ტიპა რა 6-ზე უმართებდა. და წავიდა და დადოვისა დოლში მე-6 ნომერ ცხენზე შემოხმადა და ეს ცხენი მე-6 ადგილზე გავიდა. თითქმის ყველა კადრში ხალსტუხით არის, ყელსახვევით მაინც. ყვითელი პრესის ფურცლებზე იშვიათად ხვდება. ამბობს, რომ კლასიკური მუსიკა უყვარს, ოღონდ გაგონილს ნანახი ჯობია. ეს იყო არქივი ჩვენი სტუმრების შესახებ რუსთავიორის არქივიდან. დღეს კი 4 აპრილია. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ნატომ, რომელიც დღეს იუბილარია, ორმოგობარ ქვეყანას სამოქმედო გეგმაზე უარი უთხრა ოფიციალური განმარტებით დროებით. საპარლამენტო არჩევნებამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ევროპული ოჯახი პოლიტიკური გადაწყვეტილების გარდა 21 მაისს ელოდება. ეს იმიტომ, რომ ქართულმა არჩევნებმა ნატოს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. სტანდარტი, რომელსაც ერთი სიტყვით დემოკრატიული ჰქვია. დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე თქვენს წინაშე პირდაპირ ეთერში ეცდებიან გაარკვიონ რა გვაშორებს მაპის გეგმას და რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი, რათა საქართველოს დემოკრატიულობა ეჭქვეშ აღარასდროს დადგეს. ვიდრე თენგოს სტუმრებთან გადავა, მე მიმართავ ჩვენს მაყურებელს, რომ გამოგზავნეთ თქვენი SMS-ები და კითხვები ნომერზე 1011. ბატონო მიხეილ, მოდი თქვენ დავიწყოთ ამ ხელა მოლოდინის მიუხედავად, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა მრავალი თვის მანძილზე, მე ჩვენ მაპი ვერ მივიღეთ. რა გონიათ ამ წარუმატებლობის მიზეზი? მოგესალმებით. აუცი მოგილოცოთ პირველი განაცემის დაწყება თუ როგორ არის თქვენთან? მოგილოცოთ და მოგილოცოთ. საერთოდ გახარებით როგორ გამიხარდა. გისურვებთ კარგ გადაცემას, საინტერესოს ბევრ მაყურებელს და საინტერესო დებატებს თუ ვითი უნდა იყოს გაერთიანებული პოლიტიკური სპექტრი საქართველოში რა მიზნებისკენ უნდა წავიდეს. ყველას თავის გზა აქვს, მაგრამ საბოლოო გზა არის საქართველოს გამარჯვება. ამაში ვარ დარწმუნებული ხმად. რაც შეეხება ჩვენს მიზანს, ხელისუფლების მიზანს, ნატოსკენ ხელისუფლების მიზანს სამხედრო პოლიტიკური გაერთიანებაში, ნატოში შესასვლელად. მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ამ ხელისუფლების არის ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. ჩვენი ხალხის უსაფრთხოება და ამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამხედრო პოლიტიკური ალიანსი ნატო არის ყველაზე კარგი გამოსავალი ამ მიმართულებით. ამაში გეთახმებით, რა დაგერგეთ მაპი. საქართველოს ხელისუფლებამ ამ 4 წლის განმავლობაში გააკეთა ყველაფერი და აი ეს ნაბიჯები, რაც გადადგმული იქნა ამ მიმართულებით, არის სწორედ დამსახურება იმ ჯარისკაცების, იმ ოფიცრების, იმ ადამიანების, ვინც სკრუპულოზურად ასრულებდა იმ მოთხოვნებს, რომელსაც აყერებდა ნატო და უცხოელი ექსპერტები ჩვენს წინაშე. თენგო მე მინდა უბრალოდ შეგახსენო, რომ ერთმა ადამიანმაც კი აი ამ ხნის განმავლობაში, როცა მიმდინარეობდა დისკუსია ბუხარესტის სამიტის წინ, ვერ გააკეთა კრიტიკული შეფასება თუ საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით. ყველა ამბობდა, რომ საქართველოს განსხვავებით ჩვენი სხვა მეგობრებისგან პირნათლად შეასრულა თავისთავზე აღებული ვალდებულებები და მაპში მონაწილეობა და ნატოში მონაწილეობა ჩვენ გვჭირდება ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება თვითონ ამ ბუქარესტის სამიტზე მე მიმაჩნია და ვეთანხმები შეფასებას, რომ ჩვენ ამ სამიტმა კიდევ უფრო წავწია წინ. ჯერ ეს ერთი საქართველოს ამ ხნის განმავლობაში ნომერი პირველი ფაქტორი იყო საინფორმაციო სააგენტოებში. ყველა საუბრობდა ამაზე. მსოფლიოში არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც 7 ნოემბერსაც ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა, მაგრამ ღმერთმა განსხვავებულ კონტექსტში თენგო. განსხვავებულ კონტექსტში ეხლა საუბრობდნენ სახელმწიფოზე, რომელმაც შეძლო და წინ წაიწია და მასზე საუბრობდნენ როგორც ნატოს მომავარ წევრ ქვეყანას.
განსხვავება მე მგონი დიდია. და ამიტომ მე ჩვენ მიგვაჩნია რომ ბუქარესტის სამიტმა კიდე ერთი ნაბიჯი წინ წაღწია და რა თქმა უნდა გეოპოლიტიკური სიტუაცია ის ვითარება რომელიც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ნათლად გამოჩნდა პრეზიდენტმა ეს თავის მე მოლოდინთან დაკავშირებით უფრო ფრთხილი ვიქნები პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში წასვლის წინ სწორედ გაუსვა ხაზი რომ ეს გაწევრიანება ძალიან დიდ სამუშაოს მოითხოვს ეს არ არის ერთი ნაბიჯი და ბუქარესტში ყველაფერს წერტილი დაესმება მაგრამ თავარი არის ჩვენთვის მიზანი რა გვინდა ნატოში გვინდა ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება მე ვფიქრობ რომ ამ მიზნის მიხსავსებად ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი წინ გადავდგეთ ანუ თქვენი არგუმენტი არის მოკლედ რომ ჩამოგვეყალიბოთ ბატონო რატო ვერ მივიღეთ მაპი მე ჩამოვაყალიბე ისე როგორც შემიძლია მე მიმაჩნია რომ ჩვენ გადავდგით ერთი დიდი ნაბიჯი იმისკენ რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. რაც შეეხება მაპის მიღებას, ეს აღნიშნულია განცხადებაში გენერალური მდივნის, რომ პირველად აი ამ ხნის განმავლობაში არის ძალიან ღია განცხადება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრი. ამიტომ როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატო ვერ მივიღეთ მაპი, მე გეუბნებით, აი ესეთი ღია განცხადება არც ერთ სახელმწიფოს მიმართ არასოდეს არ ყოფილა. დღეს კიდევ ერთი გაიხსენა პრეზიდენტმა. თუ შეიძლება იგივე კითხვით გადავალ უკაცრავად გაშეგაცხადოთ. გაიხსენა რომ 10 წლის განმავლობაში ქონდა მაპი ხორვატიას და მხოლოდ ეხლა გუშინ მიიღო და ვულოცავ ხორვატებს, ვულოცავ მართლა გულსფელად, იმიტომ რომ ამ სახელმწიფომაც თავისი ხელით შექმნა ეს ყველაფერი. ამიტომ მე მიმაჩნია რომ ჩვენ ერთი ნაბიჯი წინ გადავდგით და ეს კიდე უფრო მეტი სტიმული იქნება წინ წასაწევად. ბატონ დავით, როგორია თქვენი არგუმენტები? ფიქრობთ თუ არა რომ ერთი ნაბიჯი წინ არის გადადგმული და როგორია თქვენი არგუმენტები, რატომ ვერ მივიღეთ მაპი? დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა სწორედ ისაა, რომ ყოველ ერთ ნაბიჯს წინ მოყვება ორი ნაბიჯი უკან. Ახლაც მოვისმინეთ ის, რომ თურმე მეპის ვერ მიღება ეს დიდი წარმატებაა. მოვისმინეთ ისიც, რომ თურმე ჩვენ მიზნად გვაქვს ნატოში გაწევრიანება. ამ მიზანზე ვინ დაობს? დიახ, ჩვენ მიზნად გვაქვს ნატოში გაწევრიანება, დიდი ხანია ქვეყანას ეს გაცხადებული აქვს. ეს თქვა ხალხმა, ამას ამბობს ყველა პოლიტიკური პარტია, ძირითადი პარტიები, ოპოზიციური. ასე რომ ამ ნაწილში რომ საქართველოს ქართველებს, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ნატოში გაწევრიანება უნდა, ამაზე არც არავინ დაობდა არასდროს და არც დღეს დგას ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ. რაც შეეხება იმას თუ რა გვაშორებს დღეს ჩვენ ნატოში გაწევრიანებას, დღეს გვაშორებს ერთადერთი რამ, დღეს არსებული ხელისუფლება, რომლის უუნარობით რომლის არასწორი პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ ჩვენ მეპი ვერ მივიღეთ ბუქარესტის სამიტზე. უფრო კონკრეტულად პრაქტიკულად რა გვითხრეს ჩვენ ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა. ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს გამოაყოლეს საშემოდგომო გამოცდა. საშემოდგომო. იმიტომ რომ საქართველოს ვერ შეძლო სწორედ იმ პირობების და ვალდებულებების შესრულება, რომელიც ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული არაერთ დოკუმენტში, ბოლოს ეს იყო რიგის სამიტზე, როდესაც ძალიან ზუსტად ითქვა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამხედრო სფეროში რეფორმების გაგრძელება. დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ყველა სტანდარტს ჩვენ ვასრულებით პირნათლად. იმ მინისტრის მეშვეობითაც, რომელიც სამი დღის წინ 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ხელისუფლებამ. მისი მეშვეობით ხდება ეს სწორი სტანდარტები. ჩაიწერა ეს კომუნიკეში თუ შეიძლება. კომუნიკეში ჩაიწერა ძალიან მკაფიოდ და ძალიან მრავალმნიშვნელოვნად, მრავლის მეტყველად. ნატო დააკვირდება საქართველოში მაისში ჩასატარებელ არჩევნებს და შეხედავს ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი თუ არა. ახლა რაც შეეხება მიზეზებს. მე ვერ დავეთანხმები ვერავითარ შემთხვევაში ბატონ მიხეილს, რომ ამ დღეებში არავის არ უთქვამს არც ერთი პრეტენზია საქართველოს მიმართ. ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ ითქვა ეს პრეტენზიები. მათ შორის გერმანიის კანცლერის მიერ, რომ საქართველოში ოპოზიციის მიმართ განხორციელებული რეპრესიების გამო იგი თვლის, რომ ქვეყანა არ იმსახურებს დღეს მეფს. ბატონ დავით, თქვენი შეხედულებით გერმანიის мотиваცია რა არის, ოდესაც გერმანიის მხრიდან ესეთი განცხადებები კეთდება? არის თუ რუსული ფაქტორია? პირველ რიგში მე მინდა მკაფიოდ თქვა ის, რომ საბოლოო დოკუმენტში არსებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები თვლიან, რომ უკრაინა და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი და პოლიტიკურად ეს გაცხადებულია, ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ეს არის სერიოზული ნაბიჯი, მაგრამ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამისთვის ხაზისგასმა. ამ ნაბიჯის გადასადგმელად, იმის რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, საქართველომ უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც იკისრა ამ ქვეყნების წინაშე. ეს ჩვენი საშინაო დავალებაა და ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ ამ ხელისუფლების გამოისობით და მათი მეშვეობით. ორი ძირითადი საკითხი იყო თუ შეიძლება. ორი ძირითადი თემაა, რატომ გითხრა უარი არა ორმა სახელმწიფომ მეფზე, არამედ 10-მა. დღეს ბატონმა სააკაშვილმა ჩვეულ სტილში კვლავ იცრუა და თურმე სულ ორი სახელმწიფო ყოფილა
წინააღმდეგი საქართველოსთვის მეფის მოცემის. ჩვენ და სამწუხაროდ, ყველა ქართველის სამწუხაროდ, აქ იყო არა 2, არამედ 10 სახელმწიფო. და ეს 10 სახელმწიფოა, რომელიცაა ევროკავშირის დამფუძნებელი სახელმწიფოები. გერმანია, საფრანგეთი, ბენილუქსის ქვეყნები. ინგლისმაც კი უარი გვითხრა. ინგლისმა, რომელსაც ყველას რომ რაიმე დავაბრალოთ, რომ რუსეთის გავლენის ქვეშაა, ინგლისი ამას ვერ ვიტყვით. დღეს დიდი ბრიტანეთი და რუსეთი იმყოფება ერთმანეთთან ერთ-ერთ ყველაზე უფრო კონფრონტაციულ მდგომარეობაში. ფაქტები ბრავლადაა ამისი. მანაც კი უარი გვითხრა. რატომ გვითხრა უარი? გავანალიზოთ სიტუაცია. რუსეთის ფაქტორი არსებობდა, არსებობს და იარსებებს. მხოლოდ რუსეთი რომ იყოს მიზეზი ჩვენთვის დღეს მეფის არ მოცემის, საერთოდ ეს პროცესი არ დაიწყებოდა. ეს ფაქტორი დიდი ფაქტორი იყო, მაგრამ ჩვენ ევროპამ, ამერიკამ, თელმა და ცივილიზებულმა სამყარომ ძალიან კაფეოდ გვითხრა, რომ არსებობს რუსეთის ფაქტორი, ეს ჩვენზე უკეთ მათიციან და უკეთიციან როგორ არსებობს ეს ფაქტორი, მაგრამ თუ საქართველო იქნება დემოკრატიული, თუ საქართველო იქნება წარმატებული, მაშინ ჩვენ ამას ამბობდა ნატო, როდესაც ზოგადად ჩვენთან დიალოგში შემოვიდა და საერთოდ მეფის საკითხი დაისვა, რომ ჩვენ ამ ფაქტორს მოვაგვარებთ და მიგიღებთ ნატოში იმ პროცედურების გავლის შემდეგ, რაზეც იყო საუბარი. ამიტომ დღეს არც საპანიკოდაა საქმე და არც სადღესასწაულოდ, როგორც ამას ხელისუფლება გვთავაზობს. ბუქარესტის სამიტმა ჩვენ არ დაგვიხურა კარები ნატოსკენ, ჩვენ გვითხრეს რომ მიგიღებთ, ოღონდ გააკეთეთ თქვენი საქმე. ეს ჩვენი საქმე გასაკეთებელია, ნაციონალურ მოძრაობამ ეს საქმე ვერ გააკეთა, რესპუბლიკური მთავრობა ამ საქმეს გააკეთებს. საშემოდგო გამოცდა ნაციონალურ მოძრაობამ ვერ ჩააბარა, რესპუბლიკური პარტია მზადა ამ გამოცდის ჩასაბარებლად და ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად. ჩვენ ამ საკითხში ვიყავით და ვრჩებით თანმიმდევრული და სხვათა შორის კიდევ ერთი და მორჩები მე ეს სისტემაა, რომელზეც არ უნდა იყოს დავა იმაზე, ვისი პრეზიდენტობისას თუ ვისი ხელისუფლებაში ყოფნისას მოხდება ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს გრძელვადიანი საქმეა, ამ გრძელვადიან საქმეში თანმიმდევრულობაა საჭირო და ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციური პარტიები ხარს უჭერენ ამავე კურსს და საქართველოში ხელისუფლების შეცვლა კი არ შეაფერხებს ნატოში გაწევრიანების პროცესს, არამედ კიდევ უფრო გააძლიერებს. თუმცა გააჩნია ვინ მოვა ხელისუფლებაში. რესპუბლიკური პარტია და მისი პარტნიორები, ვისაც არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული ამ საკითხში, ამ საკითხში ვართ ერთნი. ბატონო მიხეილ, ინაწილებ თუ არა, იღებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას მაპის ჩავარდნაზე? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ამბობს დათო, რომ ჩვენი მიზანი ერთია, რომ ძირითადად პოლიტიკურ ძალებს საქართველოში ყოველ შემთხვევაში მიზანი არის, მე ასე ვთვლი, ნატოში გაწევრიანება არის საბოლოო მიზანი, მაგრამ მთავარია ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება. რატო გჭირდება ჩვენ ნატო? ნატო ჩვენ იმიტომ გჭირდება, რომ ლამაზი აბრევიატურა ან ლამაზი დროშა. ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების გარანტია. დეკემბერში რომ მეტი გესაუბრათ, კარგი იქნებოდა, როდესაც იმ პლებისციტის წინ ნაციონალურ მოძრაობამ ერთი პლაკატი არ გამოაკრა ამ თემაზე. ეს ასეა, კი ბატონო. რაც შეეხება, მადლობთ. რაც შეეხება ჩვენს საბოლოო მიზანს. მე მიმაჩნია, რომ შეიძლება მანახეთ გადაცემის შემდეგ. რაც შეეხება საბოლოო მიზანს, მე მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის მთავარი რა. მე არ შეუდგები ახლა ძალიან სკრუპულოზურ ანალიზს, მაგრამ იცით, აქ გამოჩნდა ძალიან ნათლად ერთი ფაქტორი. უკრაინასთან დაკავშირებით რა პრობლემები იყო? იცით, როცა თქვენ საუბრობთ ამ პრობლემებზე და გინდათ დიდი ნაწილია წინააღმდეგი და ამას გაგარიშ უწევს ევროპა. არ გაწყვეტინებდი, ხო? შეიძლება გაწყვეტინებთ თუ არა? ავიღებდნენ. არა, თუ გინდა ილაპარაკე, მე გავჩერდები და შენ რადგან ახალი გადაცემა სტილი არ ვიცი უბრალოდ. კი ბატონო. მე და შენ შორის ყოველთვის სტილი იყო, რომ ერთმანეთს ყოველთვის ვაცდიდით. ამით მე ყოველთვის გაფასებდი და მგონი იგივე გასწობა განგრა. ჩვენ დავამკვიდრებთ, თქო ძალიან ხოთ გვიპასუხოთ, იღებს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას. ძალიან ხოთ მოგეძებდა ამ თემაზე საუბარი. ესე იგი, თქვენი გამკვირვებია და ვერ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ასწვენილებს ობუნები და მიმართეთ მას, რომ მომცეს საშუალება ვისაუბროთ. რაც შეეხება როგორ დავიწყეთ ეს ყველაფერი? იგივე უკრაინასთან დაკავშირებით. კი, საქართველოსთან დაკავშირებით აქ შიდა მოხმარებისთვის, რატო შენ შეგიძლია ეს ისაუბრო. მაგრამ ძალიან კარგად იცის, ისევე როგორც იცის ჩვენ თანამოქალაქეების უდიდეს უმრავლესობამ, რომ ეს თემა არ იყო. ეს თემა არის და რა თქმა უნდა არჩევნები სადაც ჩატარდება საქართველოში დემოკრატიულად. რა თქმა უნდა არჩევნები ჩატარდება ისე, რომ არავის არ ქონდეს კიდე სალაპარაკო, მაგრამ აქ იყო იხილებოდა ორი საკითხი, უკრაინის და საქართველოს საკითხი. სწორედ შეიძლება ხაზებს შორის რაღაცა წერია ამ დოკუმენტში, მაგრამ რა წერია დოკუმენტში შავით თეთრზე, ეს არის რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან აუცილებლად ნატოს წევრები. მერე და აუცილებელი საკითხი.
გაიხსენეთ ამ 3-4 წლის განმავლობაში რამდენი რამე გავაკეთეთ. ეს ხო მაპამდე მიღწევა უნდა და ნანუკა ვიცი რომ დრო მაპამდე უნდა და მიღწევა მაპი არ არის რომ დილას გავიღვიძეთ მე და დათო უსუპაშვილმა და დავიკანკუნეს კარებზე და გითხრას ვაიმე ბუხარესტში სამიტია ამას უნდა და ძალიან დიდი შრომა აი იმ ჯარისკაცების, იმ ოფიცრების, იმ სახელმწიფო მოხელეების, რომელიც მაპი მარტო სამხედრო ვალდებულება არ იყო, მაპამდე მიღწევა. ჩვენ ეს ყველაფერი გადავდგით ნაბიჯი. ნაციონალურმა მოძრაობამ 2004 წლიდან დღემდე აქამდე მიიყვანა გზა. ბატონო დავით გეუბნებით რომ ყველაფერი არ გააკეთეთ. ჩვენ გავაკეთეთ, რისი გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ ამავდროულად ეს არის თუ არა ხელისუფლების გარკვეული პასუხისმგებლობა. რისი გაფუჭება შეგეძლო? იმ ძალიან ბევრი სალდათის, ჯარისკაცის, ოფიცრის, საჯარო მოხელის შრომა. ჩაყარეთ წყალში 7 იანვრის არჩევნებით. დათო პირველად თქვენ ჩაყარეთ წყალში ძალიან ბევრი ადამიანის შრომა. ბატონო დავით გულწრფელად საინტერესო წერია კომუნიკაცია. ამ ხელისუფლების დროს პირველად გაუჩნდა საქართველოს რეალური შანსი. პირველად გამოცხადდა ეს ხმამაღლა. თქვენ თუ გინდათ იყოთ ბოლომდე გულწრფელი, თუ გინდათ იყოთ რომ მართალი თქვით ეს, აღიარეთ, მე ვაღიარებ რომ ჩვენ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოგვეჩინა, მაგრამ აღიარეთ რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ გახადა რეალურად ის, რასაც ახლა ჩვენ ვდებატოთ და როდის გახდება ეს საგაზაფხულო გამოცდათვის თუ საშემოდგომო ხელისუფლება აღიარებს თუ იღებთ თქვენ თავზე პასუხისმგებლობა ხელისუფლება რომელიც ვერ გადადგა ვერც ერთმა ხელისუფლებამ დიდი მადლობა ბატონო რომ საქართველოს რეალურია, საქართველოს ნატოს წევრობა არის რეალური, ვირტუალური კი არა, სრული არის რეალური. ბატონო კითხვას დავუსვამ, თუ ბატონო მიხეილ თუ შეიძლება კითხვაზე იქნებ გვიპასუხოთ. დღეს ჩვენი გერმანელი კოლეგები წერდნენ ღიად რუსულ ფაქტორზე. როგორი ამაზე ხელისუფლების პოზიცია? მარტო გერმანელები, ამას საუბრობენ მთელი მსოფლიოს პრესა. ნანუკა, მე უბრალოდ არ მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იცის. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი და მთავარი ფაქტორი, რაზეც წერდნენ ის იყო და ის კაცი იყო დღეს შემოგვიგონდა რუსეთი აორთქლებაო, როგორ ვითხრეს იმათ? მე იგივე მინდა კითხვა შემოგიბრუნოთ თქვენ ბატონ დავით. როდესაც საუბრობთ დემოკრატიაზე, თქვენ ხო ყოველთვის ჩვენთვის მაგალითად მოყავდათ უკრაინული დემოკრატია, აი როგორ ჩატარდა იქ საუბნო კომისიების დაკომპლექტება, უკრაინა დემოკრატია, არჩევნები, ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები. კი, მაგრამ უკრაინას რატო უთხრეს მაშინ იგივე მოტივაცია? მოვიდა ჩემი დრო. პირველი, ბატონო მიხეილმა ძალიან საინტერესო ფრაზა ბრძანა, რომელმა ხელისუფლებამ გააკეთაო სხვა რაიმე ნაბიჯი ამ საკითხთან მიმართებაში, მე მესმის მას შევარნაძე სააკაშვილის ხელისუფლებას შორის განსხვავებას ვერ ხედავს, იმიტომ რომ ისიც მისი პრეზიდენტი იყო და ესეც მისი და ორივეს ერთგულად ემსახურებოდა და ამიტომ ბრძანებს ამას, იმიტომ რომ შევარნაძე იყო პირველი, ვინც დააკაკუნა ნატოს კარზე და თუ არა ის დაკაკუნება, დღეს სააკაშვილი არაფერს ვერ გააკეთებდა. მაგრამ მე მესმის თქვენ ამ ორივე ხელისუფლებას აღიქვავთ, ერთ ხელისუფლება და ეს ასე. შემდეგი აქ პარამეტრია. თუ გონია რომ ხა ეს ძალიან დიდი ზიანი მომაყენე, როცა შევარნაძე ნატოს კარზე მე არაფერი არ მგონია, მე ფაქტი შევახსენე. ბატონო, თუ შეიძლება დავისვებდეთ და შემდეგ თემაზე გვინდა კარგია. შემდეგი, რაც შეეხება უკრაინას საქართველოს, თქვენ ამ დოკუმენტში მანახეთ ერთი ცალი კონკრეტული პირობა, რომელიც ნატოს სამიტმა დაუსვა უკრაინას დეკემბერთან დაკავშირებით, ან საერთოდ მეფთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც საქართველოსთან ჩაწერა, რომ ისინი ელიან თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს მაისში. ეს თქვენ არაფერს არ გეუბნებათ რაშია საქმე? რატომ არ წერია აქ რაიმე სამხედრო რეფორმაზე, რაიმე რუსეთზე, რაიმე სხვა რამეზე, იმიტომ რომ არჩევნები ესაა სწორედ დემოკრატიის მაჩვენებელი, ესაა სწორედ ის დრო, ის პროცესი, რომელშიც ყველაფერი ჩანს კაფიოდ და სწორედ უკრაინისგან ასელი, უკრაინას რატო უთხრეს ვარ? უკრაინას უთხრეს უარი. რუსეთი არაფერს შუაში არ არის, უბრალოდ უთხრეს. ვინ არაფერს შუაში არ არის? მე თქვენ გეუბნებით, რუსეთი შუაში კი არა, ცენტრშია, მაგრამ ეს თქვენი აღმოჩენა კი არ არის. ვერ შევთანხმდით. რუსეთი არსებობს და ეს ფაქტორი არსებობს და ეს იცის ევროპა. როდესაც საქართველოზე მათ თქვენს რომ მოგზავნით და გახდით ნატოს წევრები, რუსეთი მაშინ არსებობდა. დღესაც არსებობს და 6 თვის მერეც არსებობს. ეს მოცემულობაა. რუსეთში ხელისუფლება არ შეიცვლება ამ 6 თვეში. ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს, ესაა ვითარება საქართველოში. ამაშია საქმე. საქართველოში ვითარებით რობა უკმაყოფილო მთელი ევროპა და ამის დასამტკიცებლად თქვენ ბევრ დოკუმენტი გაქვთ და მე მოგიშველიებთ თუ გნებავთ. აგერ 1 აპრილის ძალიან მოკლედ კი ბატონო. ევროკავშირის საპარლამენტო ევროპარლამენტის განცხადება ნოემბერში, რომელიც ყურად არიღეთ და როდესაც დღეს ისევ ევროკავშირი ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ გეუბნებათ თქვენ ხელისუფლებას.
რომ თქვენ ვერ გამოასწორეთ სიტუაცია ქვეყანაში, საპრეზიდენტო არჩევნებით ვერ დაძლიეთ კრიზისი, არ გააკეთეთ ის, რასაც ევროკავშირი გირჩევდათ. და ნატო ეს ძალიან სერიოზული ორგანიზაცია, რომელიც ითვალისწინებს ძალიან სხვა სერიოზული სხვა ორგანიზაციების და ამ ნაწილში რატომ დავთ მე არ ვიცი. ჩვენი ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ შესაბამისად თემა მინდა შეცვალო ბატონო დავით. ქვეყანაში ეს ჭირდება ხალხს. უსაფრთხოება ხალხს არ ჭირდება საპატიმროებში. უსაფრთხოება ხალხს ჭირდება თავისუფალ ქვეყანაში. თუმცა განუხუში ჭირდება ბატონო დავით. უსაფრთხოება ჭირდება ჩვენს თანამოქალაქეებს, ტერიტორიული ფლიანობა ჭირდება. ეს ხალხი მოგექციათ დიდ საკანში, რასაც აპირებდით, დიდი უმრავლესობა 25,000 ყავთ კიდეც საკნებში, დანარჩენი ყოფილიყო მონა და მორჩილი თქვენი და აი ამათ უსაფრთხოებაზე შენი გამკვირვებია. შენი გამკვირვებია, ყველა დამნაშავე, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ციხეში არ უნდა იჯდეს. ციხესკარები გავხსნათ, როგორც ზოგიერთი შენი ყოფილი თანაბლოკელი ამბობდა, რომ გავხსნათ ყველა ციხესკარები და ყველა დამნაშავე კრიმინალი გამოხსნა. თქვენ გავუშვით. მე მიმაჩნია, ესეც სახელმწიფოს, ესეც ჩვენი ხელისუფლების ბატონო, ჩვენ ძალიან გავხსნით ჩვენ განხილვის თემას. ძალიან ნაბიჯია, როდესაც კრიმინალი ბატონო, მოდით დავუბრუნდოთ განხილვის ძირითად თემას, ბატონო მიხეილ. დამნაშავეები არიან ციხეში. გასაგებად ციხის თემა არ არის ჩვენი გადაცემის თემა, ამ თემაზე ამ თემაზე ჩვენ შეგვიძლია შემდეგ გადაცემაში მოგვიწევთ, რაც შეეხება რამდენჯერმე ვახსენეთ არჩევნები. 21 მაისის არჩევნებს მართლაც ელოდება არ მხოლოდ ის ნატოს წევრი ქვეყნები, არამედ ზოგადად ძალიან ბევრი. ბატონო მიხეილ, კონკრეტულად რა კეთდება იმისათვის, რომ აღარ იყოს გარკვეული მოსაზრებები და ეჭვები შეტანილი საპარლამენტო არჩევნებში? კონკრეტულად შეიძლება. მე ვცდილობ, რომ კონკრეტული იყო. მადლობა. ყველაზე მთავარი, რაც მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი იყო, როდესაც დაიწყო დიალოგის რეჟიმი და ჩვენ გვინდოდა შევთანხმებულიყავით ყველა მთავარ საკითხზე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ჩვენ მართლაც მზად ვიყავით, მე უნდა აღვნიშნო, რომ დათოც ასევე მიმაჩნია, რომ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ პროცესი, როდესაც ჩვენ თანხმდებით რაღაც პოზიციაზე და ვამბობთ, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო შეთანხმება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებით, არ შედგა იმის გამო, რომ დიალოგი შეიშალა. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსში გაითვალისწინა ყველა ძირითადი შენიშვნა, რომელიც ჰქონდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ჩვენ მივეცით ოპოზიციას საშუალება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. მეცაც გეტყვით, ჩვენ საუბრობდით, რომ ოპოზიცია უფრო მეტად ყოფილიყო ჩართული თვითონ ადმინისტრირებაში საუბნო საარჩევნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში. ჩვენ მივეცით მათ ყველა საშუალება, ყველა ის რეკომენდაცია საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით, პროცესთან დაკავშირებით, რათა საარჩევნო კოდექსმა ეს ნათლად ჩამოაყალიბოს, რომ აღარ იყოს სასაუბრო, რომ ინტერპრეტაციის საშუალება. სამწუხაროდ იმის გამო, რომ დიალოგი ჩაიშალა, ამის ბოლომდე რეალიზაცია, ანუ როცა შენაპყენებ პოზიციას ეს ერთია, მაგრამ როცა ოპონირებას გიწევს და ოპონენტის მეშვეობით ამ პოზიციას ძალიან ნათლად აყალიბებ, ეს მეორეა. ბატონო მიხეილ, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ უკაცრავად. აი მაგალითად, თუნდაც ერთი საკმაოდ მარტივი კითხვა. რეკომენდაციაში წერია მე-13 პუნქტი სამართალდამცავ ორგანოებსა და პროკურორებს უნდა ჩაუტარდეთ ტრეინინგი არჩევნებთან დაკავშირებულ სამართალდამცავთა დანაშაულთა გამოძიების და განხილვის საკითხებში. ტარდება თუ არა უკვე დაიწყო ეს? ის ჯგუფი, რომელიც შეიქმნა ამ რამოდენიმე დღის წინ, უზრუნველყოფს და თქვენ ამის განცხადებას ნახავთ და ნახავთ რეალურად ჩატარებულ ამ ტრეინინგებს, რომელიც არა მარტო პროკურორებს და სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა საჯარო მოხელეს შეიქმნა. გამოიცემა დაიწყო, გამოიცემა სპეციალური დოკუმენტი, სპეციალური ინსტრუქცია, რომელიც შეეხება არა მარტო მათ, არამედ ყველა საჯარო მოხელეს. და ვნახოთ თუ არა რეალურ გამოძიებულ საქმეს მათ მიერ. მე დარწმუნებული ვარ, რომ უნდა ვნახოთ. ბატონო დავით, ხელისუფლება აცხადებს, რომ მაქსიმალურად წამოვიდა დიალოგზე საარჩევნო ვითარების ცვლილებასთან დაკავშირებით. გრძნობს ოპოზიცია მას. რამე რეალურად შეიცვალა წინაპირობა საუბრებზე, იმისთვის, რომ შემდეგ არაფერი არ გაეკეთებინა. ძალიან პარტიად შეგვიძლია ჩვენ გავარკვიოთ, ბატონო მიხეილ. ავიღოთ 17 პუნქტიანი მემორანდუმი და გავყვეთ და ვნახოთ, რამდენი პუნქტი შესრულდა იქიდან, რამდენი ძირითადი პუნქტი, რომელიც ეხებოდა არჩევნებს. პირველი, იყო შეთანხმება საარჩევნო კომისიებში პარიტეტის თაობაზე. თქვენეული პარიტეტი ნიშნავს, რომ 7 უდრის 6. მე თითებით ადრეც აგიხსენით და ახლა იძულებულია ესე ვთქვათ. 7 უდრის 6. თქვენი პარიტეტი ესაა. 7 კომისიის წევრი ყველგან ყავს ხელისუფლებას, 6 ყველა თელ დანარჩენ ოპოზიციას. ამ ნაწილში თქვენ არაფერი არ გააკეთეთ. საოლქო კომისიებს ბრძანებთ, ხო? საოლქო კომისიებში ოპოზიციის კომისიის წევრები არ იყო გათვალისწინებული წინა არჩევნებზე, ეს იყო ერთი დიდი დანაშაული თქვენი და ახლა მაშინდელი დანაშაული, ახლა თუ გამოასწორეს ამ ნაწილში, ამას გვითვლიან რამე დიდ დათმობად, მაგრამ
იმას არ გვეუბნებიან რა მოხდა იმავე კომისიებში 5 წლით დანიშნულ პროფესიონალებთან დაკავშირებით. როდესაც ერთი დღის განმავლობაში უცებ დუშეთის კომისიის ყველა წევრს უცებ მოვიდა თავში გადადგომა კომისიის წევრობიდან. ის ხალხი, რომლებიც კონკურსის წესითაა შერჩეული, ზეწოლას, ესე იმ კომისიებში საოლქოებზე რასაც საუბრობენ, ვინაიდან საოლქოებში გაჩნდა ოპოზიციის წარმომადგენლობა, მათ დაიწყეს ყველა საოლქო კომისიის მათივე განცხადებით პროფესიონალების, დამოუკიდებლების, ობიექტურების, სერტიფიცირებულების, საჯარო მოხელეების 5 წლით დანიშნული ხალხის გატარება იმ წნეხში, რასაც ისინი შეუძლნი არიან არჩევნების წინ და არჩევნების დროსაც და ზეწოლით და შანტაჟით გადააყენეს ეს ხალხი თანამდებობიდან. თუ შეიძლება გავაგრძელებ. საარჩევნო სისტემის თაობაზე 150 ეს მაყურებელმა უკვე კარგად იცის, იმ 50-ის თაობაზე 2 წელი მიდიოდა დავა. ნოემბრის აქციების ძირითადი მოთხოვნა ეს იყო. ნოემბერშივე გვეუბნებოდა ეს ხალხი, გახსოვთ? 4 მოთხოვნა 3-ს გიკმაყოფილებდო. იმ 3-ში ერთ-ერთი ეს იყო, რომელსაც გვიკმაყოფილებდნენ. დეკემბერში არ დაკმაყოფილდა. დეკემბერში თავად მათ გააკეთეს საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, სადაც ჩაწერეს, რომ ამას აკმაყოფილებდნენ. ეს ცვლილები გამოქვეყნებული იყო, პარლამენტში შევიდა განხილვისთვის, კომიტეტებმა განიხილა, დარიგდა, თუ შეიძლება ერთი წუთით. დარიგდა კენჭისყრელად. კენჭისყრამდე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ხალხის საქმენი საგმირონი მოსახლეობამ უნდა იცოდეს. კენჭისყრამდე 2 საათით ადრე გვეძახის ქალბატონი ბურჯანაძე, ეს ცნობილი მომლაპარაკებელი და კონსტრუქციული პირი და გვეუბნება, უკაცრავად აქ პატარა ცვლილების შეტანას ვაპირებთ. ანუ ძირითადი საკითხი რაც იყო ყოფილიყო პროპორციული და არა მაჟორიტარული, სიტყვა პროპორციულ შლიანი. და გვეუბნებიან მოგვეცით ამაზე ხმა. როდესაც ჩვენ ვუთხარით, არა, ეს არის დარღვევა შეთანხმების. მათ შორის ბურჯანაძის ხელმოწერით გამოქვეყნებული მემორანდუმის პუნქტებში არსებული შეთანხმების. შემდეგ რა გააკეთეს? საერთოდ კონსტიტუციის დარღვევით უკვე მთლიანად გადაატრიალეს ეს სისტემა, შემოიღეს 75 მაჟორიტარულ ოლქიანი არჩევნები. რატომ? იმიტომ რომ მათ ეშინიათ დიდი ქალაქების სამართლები. საინტერესო საკითხებია. და ბოლო თემა, არჩევნებზე ვსაუბრობ, ხო? რა გააკეთეს? ერთადერთი თემა, რომელსაც ჩვენ ვცდილობდით დაგვეცა მოსახლეობის უსაფრთხოება. იმ მოსახლეობის, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს იმყოფებოდა ტერორის ქვეშ, რომელმაც გაუძლო ამ ტერორს, მე დარწმუნებული ვარ, გაუძლებს ამ ტერორს ამ არჩევნებისთვისაც, მაგრამ იმისთვის რომ მიგვეყო მეპი, იმისთვის რომ სოფლიოს დაენახა რომ ხელისუფლებამ ჭკუა ისწავლა და ქვეყანა დადგა დემოკრატიზაციის გზაზე. ჩვენ ვითხოვდით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ საკითხებზე მონიტორინგისთვის. თქვენ შექმენით მორიგი უწყებათაშორისი კომისია, ისეთი რომელიც დეკემბერშიც არსებობდა ტყეშელაშვილის მეთაურობით, რომელსაც 15 გვერდიანი დოკუმენტი გადავეცით კონკრეტული ფაქტებით, 3 დღეში მითხრა რედაქტირება გაჭირდება პასუხს და გამოგიგზავნიო. ეს როგორ იცის ბატონო მიხეილმა იცის ეპირად ყველა ეს თემა. ამაზე ვსაუბრობთ მოლაპარაკებების დროს, არც ერთი ძირითადი პუნქტი მათ არ დააკმაყოფილებს. მიუხედავად ამისა, არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ. იმიტომ რომ თავარია ხალხის მხარდაჭერა, რომელიც აქვს ოპოზიციას და ის რაც მათ მოაკვარახჭინეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ეხლა ეს არ გამოუვათ. ეს არის ცხადზე უცხადეს. მადლობთ. ბატონო მიხეილ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად ახსოვს დათო ყველას. და შენც კარგად გახსოვს, როცა შენი იმ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო მსხდომნი შენთან ერთად მოსულები, შენი თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ დიალოგი მათ ზოგადად არ აწყობთ და ხელისუფლებასთან დიალოგი მათ რეიტინგს უკლებს. დაწყებული პირველი შეხვედრიდან იყო მცდელობა, რომ ეს დიალოგი ჩაშლილიყო. და მართლაც დათო ძალიან ბევრს აკეთებდა და რამოდენიმე ადამიანი, რომ ეს დიალოგი ყოველთვის რეჟიმში ყოფილიყო. დიალოგი ვინ ჩაშალა, მე მგონი ეს ყველას კარგად ახსოვს. გაიხსენეთ ყოველი ეს გადადგმული ნაბიჯი. იყო ჯერ ერთი დაგვიკმაყოფილეთ 3 მოთხოვნა და აღვადგენთ. სულ იყო მცდელობა და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვდგამდით ყველა კონკრეტულ ნაბიჯს. ეხლა დათო თქვა, რომ უნდა შეცვლილიყო 150, 100 და 50. კი ბატონო, მაგასაც მოგახსენებთ ნამკა. და თქვა, რომ ეს სისტემა შეიცვალა. მაგრამ როცა საუბარი არის, რომ იყო კენჭისყრა, როდესაც ოპოზიციამ თვითონ განაცხადა, ქალბატონ ნინოსთან შეიკრიბა, ქალბატონ ნინო დაჟინებით თხოვდა ოპოზიციას, რომ კენჭი გვეყანა იმ ცვლილების არანაირი შეცვლილი ვარიანტისთვის. არ გინდა დათო ეს ყველას ახსოვს. აი როგორც დღეს ამოიღეს კადრები ჩვენი ბავშვობიდან.
ძალიან გთხოვ. მე საერთოდ არ ვიტყუები. ძალიან გთხოვ, ძალიან გთხოვ. ძალიან გთხოვ. შეცვლილი ვარიანტი. მე შეურაცხყოფას არ გაყენებ და არ მოგაყენებ. მოგწყვები და არ მოგაყენებ შეურაცხყოფას. ბატონ დავით, თუ შეიძლება ვაცალოთ პასუხის გაცემა, ისმა ბატონ. აი, საფუძველსაც კი არ მოგცემ, რომ რაღაცა შეურაცხყოფა მოგაყენო. არავითარ შემთხვევაში. როგორც შენ მაძლევ რა ვქნა. იტყუები და სიმართლეს ვაგო. შეცვლილი ვარიანტი დაგვიდო ბურჯანაძემ და გთხოვ და ამისთვის კენჭისყრას. დასრულე? დიახ. მადლობთ. როდესაც პარლამენტში კენჭისყრის წინ შეიკრება ქალბატონ ნინოსთან ოპოზიცია და უმრავლესობა და ჩვენი გავიტანეთ საკონსტიტუციო ცვლილება, ერთ საკონსტიტუციო ცვლილება და ქალბატონ ნინო ამბობდა, მოდით ვუყაროთ კენჭი აი ამ ვარიანტს. სიტყვა პროპორციული ეწერა იქ ბატონო მიხეილ. სიტყვა პროპორციული ეწერა იმ ვარიანტში, რომელზეც გვთავაზობდით კენჭისყრას. ბატონ დავით, ეწერა სწორედ ის განმარტება, რომელიც უზრუნველყოფდა რომელიც უზრუნველყოფდა საქართველოს პროპორციული ეწერა. ბატონ დავით, ეწერა ზუსტად ის განმარტება, რომელიც უზრუნველყოფდა 100 პარტიულ სიას და 50 ჩატარებას იმ სისტემით, რასაც ერქვა რეგიონალური ეწერა რეგიონალური. ბატონო დავით, პროპორციული წაშალეთ. და თქვენ გითხარით ბატონო დავით, პროპორციული სიტყვა წაშალეთ. არასდროს ბრძანებთ. ეწერა სიტყვა პროპორციული წაშალეთ ფორმულირება, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ ჩატარებულიყო არჩევნები რეგიონალური. ბატონო მიხეილ, ეწერა სიტყვა რეგიონალური. ეწერა სიტყვა რეგიონალური, რომელიც იყო გარანტია. ესე შენ პასუხი არ აქვს. სიტყვა რეგიონალური პროპორციულს, ხო? შენ გინდა ეხლა შემედაო იმ საკითხში, რომელიც იცი რომ წაგებული ხო? რას ქვია წაგებული? ეწერა რეგიონალური სიები ეწერა რეგიონალური სიები, რომელიც გარანტია იყო, ანუკარო ვერ ჩატარდებოდა მაჟორიტარული არჩევნები. ეხლა რაც თვითონ ეწერა აკუჩეს, უნდა დააბრალონ ბურჯანაძეს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დიალოგი შემდგარიყო. ყველაფერი გააკეთა. ჩვენ დავარკვევთ, რომ თქვენ ამაზე ვერასდროს ვერ შეთანხმდებით, ბატონ მიხეილ. სხვა ბრალდებებით ხონდა ბატონ დავის. შეურაცხყოფა მიაყენეს, თავისთავად დაიმცირეს, ეს ქალბატონის ეცადნენ რომ დაემცირებიათ და აი ამას არ ამბობენ და რა სისტემა გავაკეთეთ? ბატონ მიხეილ, სხვა კონკრეტული ბრალდებები. უცბეთი მაჟორიტარი, სადაც ეხლა ესე იგი თვითონ შიდა დაპირისპირება არის, რომელიც სად დაუთმონ ერთმანეთს და სად არ დაუთმონ. ბატონ მიხეილ, რადგან მართლა მას მიუგდით ძალიან კომისია, ეხლა შეეხება კომისია. 7-6, ეხლა ეს თითები 7 და 6 ძალიან ესე იგი თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ 6 კაცი რა. ესეც პრობლემაა. 6 კაცი რა. ესე 7 რო 6 მეტი ესეც პრობლემაა. და ამავდროულად და თუ ამბობთ რომ თვითონ ის ნეიტრალური ხალხი რაღაც ისეთ ლაბირინთებში შეხვედით, ეხლა მე მგონი შეცდომ აღარ გამოხვა. ბატონ მიხეილ, გასცემთ რომ რეკლამის დრო გვიახლოვდება სამწუხაროდ. სამნიშნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებმა იცოდნენ რა არის ეს 6 კაცი. აი ჩვენ აი გვზივართ, ხო? წარმოიდგინეთ 7 ერთი მხარეა, 6 მეორე მხარეა და ვიღაცა აგდებს ბიულეტენს. აი ეს 13 კაცი საბოლოო თითქმის შედეგებს. აქ 7-6 ის კი არ არის რომ იქ ვინაწევს ხმას საბოლოოდ ამ უბანში ვინ მოიგო არჩევნები. ანუ 7 კაცი ოპოზიციიდან 6 კაცი. რა თქმა უნდა და ეს ადამიანი დაეთვლიან ჩაგდებულ ბიულეტენს. ანუ ეს არის გამჭვირვალეობის გარანტია, რომ ეს 6 კაცი და ეს 7 კაცი იქ კი არ არის. აბა მეგობრებო, ეხლა დამთავრდა არჩევნები, ავწიოთ ხელი. ვინ მოიგო არჩევნები და 7 კი არ არის ეს კაცი. ერთხელ ყველა საოლქო კომისიაში ძალიან გთხოვთ. ცესკოში ასე არის ერთხელი. არ გაგაწყვეტიეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე მესმის თქვენი გაღიზიანება. ბატონ მიხეილ, ჩვენ გაგაწყვეტინებთ, იმიტომ რომ დრო გვეკარგება. ბატონ მიხეილ, ძალიან გთხოვთ. ისმენთ, რომელიც თქვენ არ გაწყობთ, რომ მოისმინოთ და მესმის ამაზე. ვთქვით, რომ შემიშალოთ ხელი, მაგრამ ვერ შემისის ხელი. გაირკვა რომ იმ 150-დან დაკავშირებით ეწერა ოპოზიცია საკმარისია ხო დაინახავს თუ იქნება გაფუძნდა ეს ლოგიკა. არ მინდა რა, არ მინდა ეს იყოს კინკლაობა რა. აი არ მინდა შეცუდო, მე შენცუდო რა. არ მინდა რა. მაგას ვერ ვცუდი მხოლოდ აი მე გავშერდი იმის გამო რომ ბატონი დავითის ეს არ მივაყენო საბოლოოდ ისეთ აი გავჩერდი ბატონ დავით თქვენ ბრძანა არ გაჩერდეს ბატონ მიხეილ, ბატონ დავითს ქონდა სხვა ბატონ მიხეილ, ბატონ დავითს ქონდა სხვა ბრალდებებიც, მაგალითად ის რომ თქვენ არ შეასრულეთ მუხლიანი მემორანდუმი ის რომ ბატონ დავით სხვა პუნქტობრივი ბრალდებებიც შეეხება მემორანდუმს. ჩვენ მემორანდუმში იყო ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული რომ დიალოგი უნდა გაგრძელებულიყო და მემორანდუმზე მე როგორც გავიგელაპარაკე ბატონ მემორანდუმიდან 17 პუნქტიანი მემორანდუმიდან რამდენი შესრულდა? მე შეგახსენებთ რომ მეორე კვირასვე ნანუკა იყო განცხადება, ულტიმატური განცხადება. თუ არ დამოკმაყოფილდება სამი ძირითადი მოთხოვნა, ჩვენ მოლაპარაკებებზე არ წავალთ და ამის შემდეგ არც ერთი მოლაპარაკება არ შემდგარა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი საბჭო ტელევიზიის აირჩა და ეს ოპოზიციის მონაწილეობით, მიუხედავად იმისა, რომ გამოვიდნენ 7 ნოემბერს დაკავებული ადამიანები, მიუხედავად ამისა, 7 ნოემბერს დაკავებული ყველა ადამიანი გამოვიდა იმ ადამიანის ჩათვლით, ვინც ქვას უტყამდა პოლიციას.
და მესამე რაზეც იყო მესამე რაც იყო საუბარი ნანუკა რაზეც იყო ღიად ჩვენგან ქალბატონი ნინუსგან ჩემგან რომ ჩვენ გზად ვიყავით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაზე და მათ შორის თავმჯდომარეზე გვესაუბრა მაგრამ აი ამ პერიოდში როცა ჩვენ ეს ვთქვით მათ თქვეს არა ვარ დიალოგზე მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ შევცვალეთ ის სისტემა რაზეც ახლა ბატონი დათო ამბობდა 150 100 უნდა არჩეულიყო პარტიული სიით 50 უნდა არჩეულიყო გამარჯვებულს მიაქვს ყველა ხმა ეს იყო სისტემა შევცვალეთ და ვთხოვდით რომ დაეჭირათ მხარი 100 პარტიული სია და 50 რეგიონალური სია რაც გულისხმობდა რომ მაჟორიტარი ვერ იქნებოდა ნანუკა ეს ყველაფერი კაზუისტიკაა დეტალებია რომელიც კოდექსში ჩაეწერებოდა მაგრამ მათ უარი თქვეს ამაზე და ეხლა დათოს უწევს გამოსავალი იმ ლაბირინთიდან რომელიც სხვამ შეიყვანა თვითონ ძალიან უხეირა რომ ხარი დაეჭირა ამის კოლეგებმა შეიყვანეს შეიძლება და თუ არის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მოკლედ და რეკლამაზე უნდა გავიდეთ მოლაპარაკებებზე რომ წასულიყავით შეიძლება თუ არა შეცვლიდა თუ არა ხელისუფლება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს იყო თუ არა მზაობა მოკლედ და რეკლამაზე გავიდეთ დიალოგის დაწყების დღიდან გულზემ ჯიხის ცემით ამბობდა რომ ჩვენ CSKO-ს თავმჯდომარებს შევცვლით ყველა შემთხვევაში თქვენ ამაზე დაგვეთანხმებით არ დაგვეთანხმებით ეს მხოლოდ დროის ფაქტორია ორ კვირაში ვერ შევცვლით ვაცალეთ არ გამოვა გულზემ ჯიხის ცემით ბატონო მიხეილი იყო თუ არა ასე დამიდასტურეთ ჩვენ თანხმიშვილს ყველა შემთხვევაში შევცვლით ეს იყო ხელისუფლების პოზიცია ეს იყო ხელისუფლების პოზიცია რომელიც ანეულა არაერთი შემთხვევაში როდესაც შიმშილობა მიმდინარეობდა იმ კრიტიკულ დღეებში ბოლო სიტყვა ხელისუფლების მხრიდან იყო ასეთი შიმშილობის ფონზე ჩვენ არაფერს არ შევცვლით შეწყდება შიმშილობა შევცვლით შეწყდა შიმშილობა ერთ საკითხში არ ყოფილა რაიმე ცვლილება არც ერთ საკითხში ამიტომ ამაზე მსჯელობას და ამაზე კამათს ხალხი გველოდება კახეთში და იქნებ იანვარში 5 იანვრის არჩევნებმა ხელისუფლებას დაანახა მოსახლეობის განწყობა რომ მოსახლეობის განწყობა არის ოპოზიციის სასარგებლოდ ამიტომ საარჩევნო მანიპულირებით ცდილობენ ისევ გამარჯვებას არ გამოვათ ეს ამბავი დიდი მადლობა ჩვენ ისევ დავრუნდებით ოპოზიცია დაიცავს ხმებს მიიღებს იმდენ ხმას რამდენიც საჭირო იქნება და ამ ხალხს ერთხელ და სამუდამოდ გაუშვებს პენსიაში. დიდი მადლობა უნდა ჩვენ გველოდებიან სად გავიშვებს? ბატონო მიხეილ ჩვენ გველოდებათ თქვენი ამომრჩეველი კახეთიდან. თქვენი ამომრჩეველს კახეთში გველოდება რომელიც კითხვები ჩემო მეორე ბლოკში. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ხარ რეკლამაზე უნდა გავიდეთ. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ. პირველ ადგილზე ნაციონალურ მოძრაობა გავა. შენ პასუხის გაცემის დრო დადგა პირდაპირ ხაზია სოფელი ველისციხე და დავით კაკულა ვიდრე დათოს და დათო მოგესალმებით საღამოს მშვიდობისა ვიდრე თქვენთან გადმოვალ კითხვით და ანუ ვიდრე თქვენ მოგესალმებით მე მინდა ჩვენს გადაცემის სტუმრებს ვკითხო ვინ არის გურჯაანში უკაცრავად შესწრება გურჯაანში თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩვენი კანდიდატი გურჯაანში იქნება ფილობრივი კვიდრი გურჯაანელი ბატონი ზვიად ყვირალაშვილი ზვიად ყვირალაშვილი თქვენი კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი მოგესალმებით და ჩვენი შემოგვიყვება რატომ დავწვი ეს კითხვები ბატონო დავით გისმენთ მოგესალმებით, მივესალმები გადაცემის სტუმრებს, ჩემს ირგვლივ ეხლა ის ადამიანები იმყოფებიან, ვისი ხმაც 21 მაისს ჩვენი სტუმრებისთვის გადამწყვეტი იქნება. ამ ადამიანებს აწუხებს უამრავი პრობლემა, აქვთ შეკითხვები და სჯერათ, რომ სწორედ ჩვენი გადაცემის საშუალებით ისინი მიიღებენ სასურველ პასუხს. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ამ ადამიანებს, რომ დასვან შეკითხვები და დაელოდონ პასუხს და ნუ შევლენ დებატებში ჩვენ სტუმრებთან. თამაშაზე პირველი შეკითხვა, რომელსაც ბატონ დაუსვამენ. დადო ვიდრე კითხვას დასვამდე, მე მინდა თავად შენ კითხო ხალხს, რომლებიც ახლა შენს გვერდით განარ. იცნობენ თუ არა ზვიად ყვირალაშვილს, რომელიც რესპუბლიკელების მაჟორიტარობის კანდიდატია მაგ რეგიონში და იცნობენ თუ არა გიორგი ღვინიაშვილს. იციან თუ არა რაიმე ამ ადამიანების შესახებ, რომლებიც შეიძლება ძალიან მალე იყვნენ მათი წარმომადგენლები პარლამენტში. შეიძლება რომ გვარები გავიმეოროთ ხმა. გიორგი ყვირალაშვილი, ზვიადი ყვირალაშვილი რესპუბლიკელების მაჟორიტარობის კანდიდატი რეგიონში და გიორგი ღვინიაშვილი. იციან თუ არა რაიმე ამ ადამიანების შესახებ? ვიცნობთ. და რა შეგიძლიათ რომ თქვათ ამ ადამიანებს? ორივეზე კარგი დამოკიდებულება. ესე იგი ორივეს თანაბარი შანსები აქვს. თქვენ შესაძლოა დამოკიდებულება გაქვთ? კი. რაც შეეხება კითხვებს დათო. პირველი შეკითხვა ბატონ დავით უსუფაშვილთან. სხვათა შორის ბატონი დავითით კახელია წავწობით. გამარჯობათ ბატონო დავით. მოგესალმებით. აი, მოგეხსენებათ რომ ველისციხეში ვართ ახლა
ცოტა ხმაზე მაპატიეთ. შეკითხვა თუ შეიძლება. ხო, მოკლედ გეტყვით შეკითხვას. მოგეხსენებათ, კახეთი დამოკიდებული არის ყურძენზე. თქვენის გაკეთება შეგიძლიათ და თქვენი გუნდი რომ თელმა კახეთმა თქვენ ხარი დაგეჭიროთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კახეთისთვის ყურძენი და ვენახი ეს არის არა მარტო ეკონომიკა, არამედ ღირსების საქმე და ბოლო წლებში განადგურდა როგორც ეკონომიკა, ისე კახეთის ღირსება. იმიტომ რომ ხელისუფლებამ დაიყვანა საქმე იქამდე, რომ გაზაფხულზე დარიგებული 20 ლიტრი დიზელით და შემოდგომაზე დაპირებული ჩაბარების თანხებით და ბიზნესმენების აწიოკებით ერთჯერადად მოგვარებული პრობლემით სულ სამსაკითხის გადაწყვეტა. რესპუბლიკურ პარტიას აქვს პროგრამა კახეთში მევენახეობის განვითარების თაობაზე, იაფი კრედიტების სისტემით, ოჯახური მეურნეობების განვითარებით. ჩვენ გვაქვს დათვლილი ამ თემაზე, როდესაც ჩამოვალ ჩვენ თქვენთან, ჩვენი კანდიდატები ძალიან კონკრეტულად გესაუბრებიან. დღეს საქართველოში თბილისში რაც ღვინო ისმება მარტო, ეგრეთ წოდებული ჩამოსასხმელი ღვინო. ეს ჩამოსასხმელი ღვინო თუ იქცევა საფირმო ღვინოდ და კონკრეტული ოჯახის, კონკრეტული უბნის საფირმო მარკა ექნება ამ ღვინოს. ამით ამ ღვინის ფასიც გაიზრდება 3-ჯერ და 4-ჯერ და თქვენს გექნებათ საშუალება საკუთარი ნაწარმით და არ იყოთ დამოკიდებული მხოლოდ დიდ ქარხნებზე, რომლებიც სხვაგვარად აწყობენ მეურნეობას, მათი გათვლებით დიდი ქარხნების მეურნეობები ითვალისწინებს ძალიან მცირე რაოდენობით მუშახელს. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს მცირე ფერმერულ მეურნეობას, რომელშიც თქვენ შეძლებთ იყოთ დასაქმებული და თქვენს მიერ მოწეული მოსავალი და მისი დაბინავება ყოველ წელს არ იყოს დამოკიდებული ხელისუფლების კეთილ ნებაზე ან ადგილობრივი ღვინის წარმოებლების დამოკიდებულებაზე იმ კონკრეტულ სიტუაციაში. დათო, თუ აქვთ კითხვები სტუმრებს ბატონ მიხეილ მაჭავარიანთან? დიახ, მეორე შეკითხვა უკვე ბატონ მიხეილ მაჭავარიანთან, თუ შეიძლება თქვენი შეკითხვა. კი, მე მაქვს შეკითხვა მათ. გითხრა. რატომ არიან უმუშავრად ეს აი ჩვენი სტრონეთა, ახალგაზრდები რო არიან, შემოსავალი არ აქვს და მშივრები არიან. მოგესალმებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს ძალიან უჭირს და მათი ძალიან ბევრი პრობლემები აქვს. სწორედ ამას ამბობდა პრეზიდენტის არჩევნო კამპანიის დროს, ამას აკეთებს მთავრობა აი 50-დღიან პროგრამაში, რომელზეც ისაუბრა ჩემმა ოპონენტმა, რომ თითქოს მარტო დიზელის დარიგება, ისაუბრა იაპ კრედიტზე, რასაც თქვენ ახლა ბატონ დავითი საუბრობდა, ჩვენი ხელისუფლება ამის გაკეთებას იწყებს. და ამისი მაგალითია იაპის კრედიტების პროგრამა, რომელიც მისცემს საშუალებას ჩემო ბატონო ჩვენ თანამოქალაქეებს დასაქმების. ჩვენ გვინდა გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ თქვენ შეგიმსუბუქოთ, გაგიიაფოთ პროდუქციის მოყვანა, რომ შემდეგ თქვენ მიერ ჩაბარებული პროდუქცია, ეს იქნება პირველ რიგში ყურძენი, რომელიცგანაც თქვენ ძირითადად ხართ დამოკიდებული, ეს იქნება ბოსტნეული, ეს იქნება სხვა სახის პროდუქცია, იყოს რეალიზებადი. სწორედ აქედან მიღებული შემოსავლებით, სოფლის დახმარებით, სოფლის მეურნეობაში ინვესტირებით, იაფი კრედიტებით, სოფლის მეურნეობაზე დახმარებით და რას ნიშნავს ეს? ეს არის სოფლისთვის ინფრასტრუქტურა. იმიტომ რომ თქვენ უნდა გქონდეთ ყველა პირობა შექმნილი, გზები იქნება ეს, წყალგაყვანილობა, არხები მორწყისთვის თუ ნებისმიერი სხვა პროდუქცია, რომ თქვენ შექმნათ ისეთი პროდუქცია, იაფი პროდუქცია, რომელიც შემდეგ გაყიდით და ამითი შემოსავალი გექნებათ. ამიტომ მთავრობა ამას აკეთებს თავის პროგრამით, ეს არის იაფი კრედიტების პროგრამა, ეს არის დასაქმების პროგრამა, სწორედ თქვენაირი ადამიანებისთვის. ამავდროულად ჩვენ ზრუნავთ სწორედ იმ პენსიონერებზე, რომელსაც ძალიან მცირე შემოსავალი აქვს. მთავრობამ უკვე გაზარდა პენსია 55-დან 70 ლარამდე. თქვენ ამას უკვე მიიღებთ. და ის რაც შეეხებოდა დიზელს, რასაც ჩემი ოპონენტი ვაკრიტიკებდა, დიზელს ჩვენ ვიცით, რომ ეს ჭირდება თქვენ. შეიძლება ეს ბევრი არ არის, მაგრამ რაღაცა ნაწილს თქვენი ფართობებისა, თქვენი კარმი დამოიქნება თუ მიწები, რომელიც გაგაჩნიათ საკუთრებაში, დაამუშავებთ და ამაში ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენ ეს დაამუშავოთ. გარდა ამისა, იყო პროგრამა ვაუჩერების დარიგებისა, რომელიც ასევე იმის გამო მოხდა, რომ თქვენ დღეს ვიცით, რომ ძალიან გიჭირთ. ამიტომ ჩვენ ამას ვახორციელებთ. ეს არის კონკრეტული პროგრამა, ეს არის სოფლის პროგრამა, ეს არის იაფი კრედიტის პროგრამა, რომელიც მთავრობას დაწყებული აქვს და ვახორციელებთ. მე რამოდენიმე დღის წინ ვიყავი კახეთში, ნახეთ ჩემი თვალით, როგორ მიმდინარეობს იქ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, როგორ ვეხმარებით ჩვენ ყურძნე მეღვინეობას
ვაქირულას ჯიშზე იყო საუბარი, მოგეხსენებათ ეს პრობლემა იყო, როგორ ვაძლევთ ფულს, რომ ადამიანებმა მოიყვანონ ხარისხიანი ყურძენი და ამაში ჩვენ კიდეც გავაგრძელებთ დახმარებას. დავპირდებით და გავაკეთებთ. დიდი მადლობა. არის თუ არა შემდეგი კითხვა ბატონ დათო. კიდევ ერთი შეკითხვა ბატონ მიხეილ მაჭავარიანთან, ეს არის შეკითხვა პრობლემაზე, რომელიც ველისციხელებს ძალიან აწუხებთ. გამარჯობათ ბატონო მიშა. ჩვენ პრობლემა გვაქვს ველისციხეში გზების შესახებ. თქვენ დაგვირდით რომ იქნება გზა ყველა სოფელში. და ველისციხეში როდის იქნება გზა? დიდი მადლობა კითხვისთვის. მადლობა ჩემ ბატონო, არა მარტო ყველა სოფელში, არა მარტო გზაზე, არამედ საუბარია ჩვენ პროგრამაში გაზიფიკაციაზე ყველა სოფლის. საუბარია ყველა სოფლის წყალმომარაგების ელემენტარულ დონის მოწესრიგებაზე და ასევე კახეთში საუბარია სამელიორაციო სისტემაზე, იმიტომ რომ ის მიწა, რომელიც ძალიან ნოყიერია, ძალიან ნაყოფიერია, მორწყვის გარეშე არაფერი არ არის. ამიტომ ეს ჩვენი პროგრამა ხორციელდება და მე ხავ თქვი საკითხი, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა გავაღრმაო. ჩვენ გვინდა რომ არა მარტო თქვენ დაგეხმაროთ, არამედ ჩვენ გვინდა არა მარტო დაგეხმაროთ რომ თქვენ აი ეს დიზელის საწვავი, არამედ ჩვენ ფაქტიურად ამ შემოდგომაზე ავანაზღაუროთ ყველა ის დანახარჯი, რომელიც თქვენ მოგიწევთ რომ რათა მოიყვანოთ ყურძენი და ღვინო. ამიტომ გზის პროგრამები იქნება, ეს დაიწყება უკვე პერიოდი მოვიდა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ სამუშაოები გზაზე და თქვენ ამას თქვენი თვალით დაინახავთ. როგორც აი დღეს ხედავთ განათებულ თქვენ მიდამოს, რომელიც 3-4 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, ისევე რასაც ჩვენ ვამბობთ, გზები წყალმომარაგების საკითხები სოფელში და გაზმომარაგების საკითხები გადაწყდება და ამას თქვენი თვალით დაინახავთ და აი ამ როცა დაინახავთ, მერე გააკეთეთ თქვენი შეფასება, ვის უნდა დაუჭიროთ ხარი. ჩვენ გვინდა რომ არა ვილაპარაკოთ უბრალოდ პრობლემებზე, არამედ ვაკეთოთ საქმე. ჩვენ გვინდა რომ საქმემ ჩვენმან დაანახოს თქვენ აღმოჩენილ. რომ არ დავარღვიოთ ბალანსი, არ გაქვთ კითხვები ოპოზიციასთან. კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ამ ქალბატონს აქვს, ეს შეკითხვა არის დასმული როგორც ოპოზიციისადმი, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი. გასცემს ოპოზიცია ამ კითხვას პასუხისმგებლობა დავიწყოთ. მე ერთი შეკითხვა მინდა მიხეილ მაჭავარიანს მივცე, იმიტომ რომ კახელი ხალხი ვართ, ძალიან მშრომელი ხალხი. ყურძენი რომ მოვიყვანოთ, ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა. მარტო ყურძნის მოყვანა კი არ არის. აქ უნდა ჩვენ ვიფიქროთ შხამქიმიკატების მეოთხე ხელში რომ გადადის, მაღაზია გახსნა შხამქიმიკატებისა, რომ ნორმალურ ფასებში ვიყიდოთ, რომ ყურძნის ფასებმა ნორმალურად დაამუშავოს ეს. კაპიკად რომ ყურძენს მიიღებენ, ორ კაპიკად ჩვენ როგორ შეიძლება კაცო ახლა ხო, მადლობელი ვარ, რაც გავუკეთა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ ეხლა შეკითხვა თუ შეიძლება ესეც ყურძნის ფასი ცოტა აგვიწიოს და ოპოზიციას უცხოვ კიდე დავიწყო რომ ინგა გრიგორიას გადაცემაში ნუ ნერვიულობენ ძალიან ხელისუფლებას და ცოტა ხელისუფლებას გაუგო ყველაფერი და მხარი მისცენ. მე უბრალოდ უფრო გასაგებად გადავცევ ჩვენ სტუმრებს ამ ქალბატონს ჩვენ გადაცემის დაწყებამდე გავესაუბრეთ, მას ძალიან აწუხებდა ის რომ ხელისუფლება და ოპოზიცია საერთო ენას პოულობს და სწორედ ამას შეეხებოდა შეკითხვის არსი. დიდი მადლობა. შხამქიმიკაძე მოგეცეს ბატონ მიხეილმა და თქვენც მოგეცემთ ამის შემდეგ შხამქიმიკაძე გასცემთ პასუხს ბატონ მიხეილმა. მით უმეტეს მე კომპეტენცია ხელს მიწყობს, აგროქიმიკოსი ვარ განათლებით. მე ვიცი ქალბატონო რამდენი შრომა უნდა ყურძნის მოყვანას და შემდეგ ღვინოთ დამზადებას და ამიტომ იყო გაცხადებული მთავრობის მიერ, რომ ჩვენ არა მარტო შესასყიდ ფასს ყურძენთან დაკავშირებით, ჩვენ დაგეხმარებით, რომ შესასყიდი ფასის ყველა დანახარჯი დაწყებული საწვავით, შხამქიმიკატით, იმ სამუშაოების დახმარებით ბატონო მიხეილ. თანხით. ვისი თანხით? ბიუჯეტში თანხა ამ ხალხიდან ხო არა მოგაქვს ჯიბეებიდან? ბატონ დავით, დაწნადეთ ნუ ნერვიულობთ. ჩვენ დავეხმარებით იმ თანხიდან, რომელიც ბიუჯეტში შემოდის. ძალიან ხოთო შეგვიძლია საქართველოს ბიუჯეტი არის სადებატო ბლოკი ძალიან ჩვენი დებატების დრო არ არის და ბატონ დავითსაც ვენები ჩვენ გვინდა ჩვენი გადაცემა იყოს განსხვავებული. გვინდა იყოს განსხვავებული, რომ ხალხი გველოდება, ჯერ არ გვინდა იყოს რაღაც ერთმანეთ საუბარი არ ვაცადოთ, თან გველოდება ხალხი ქუჩაში და ძალიან გთხოვთ რომ არ იყოს. მიღებულია თქვენი განკუთვნილება რა, ნაკლებად ენას ხელისუფლებას. შეიძლება დავამთავრო ბატონო. კითხვა პასუხისგაცემა დაასრულოს თუ შეიძლება და შემდეგ ბატონი დავით.
ჩვენ დაგეხმარებით და გავაკეთებთ ყველაფერს და ეს განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ ჩვენ აგინაზღაუროთ ყველა ის დანახარჯი, რომელიც ჭირდება სწორედ ვაზის მოყვანას, ყურძნის მოყვანას, რომ თქვენ არ იყოთ ზარალში და არ იყოთ იმის შიში, რომ მოყვანილი ყურძნის თვითღირებულებას ვერ დაფარავთ. ეს იქნება შხამქიმიკატები, ეს იქნება დიზელის საწვავი თუ სხვა დანახარჯები, რომელიც ჭირდება ყურძნს. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ საქართველოს არის ეკონომიურ ბლოკადაში, ჩვენი ძირითადი ბაზარი სხვაგან ვეძებთ ამ ბაზარს და ამაში ჩვენ ამას გავაკეთებთ, დავეხმარებით, დავარიგებთ ბატონ დავით თანხას, რომელიც ბიუჯეტში შემოდის და ჩვენი ბიუჯეტი არის უკვე 7 მილიარდამდე და ამის საშუალება დღეს ბიუჯეტს აქვს, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე სწორი ინვესტიცია, სოფლის დახმარება და აი ამ ადამიანების დახმარება საერთოდ განა. ბატონო დავით, მე ძალიან მომეწონა ეს დაპირებები. თქვენ რატომ ვერ პოულობთ ხელისუფლებასთან საერთო ენას? იმიტომ რომ ხელისუფლება ვერ პოულობს საერთო ენას საკუთარ ხალხთან და განმავლობით ატყუებს საკუთარ ხალხს. ეხლაც მოვისმინეთ ჩვენ ამისი მაგალითი. ხელისუფლება ეუბნება მოსახლეობას, ამ შემთხვევაში კახელებს, რომ ხელისუფლება მათ დაეხმარება ფულადი სახსრებით. სამდროში ეს რას ნიშნავს? ხელისუფლება ამბობს, ერთი ჯიბიდან ამოგაცლით ჩვენ ამ ფულს გადასახადების სახით და მეორე ჯიბეში მის ნაწილს ჩაგიგებთ. ეს არ არის დახმარება. კახელი გლეხი არასდროს არ ყოფილა მათხოვარი. კახელი გლეხი ყოველთვის იყო ამაყი, იმიტომ რომ საკუთარი შრომით მას შეეძლო მოეწია იმდენი პროდუქტი, საკუთარი თავის დაეკმაყოფილებინა, კარიძღი აქონოდა, სტუმარიც მიეღო და გაეკეთებინა რაც უნდოდა. არც კახელი გლეხი, არც გურული გლეხი, არც სვანელი, არც არავინ არ ითხოვს ხელისუფლებისგან ამ დახმარებას. ეს ხალხი ითხოვს იმის საშუალებას, იმის უფლებას, რომ საკუთარი შრომით შექმნან სიმდიდრე და იყვნენ დიდრები. ქალბატონმა რა ბრძანა? მეოთხე ხელიდან რო ვიღებთო ჩვენო შხამქიმიკატებსო, ამიტომ არის ძვირიო. ამაშია პრობლემა. ამიტომაა ის ძვირი. სარწყავის სისტემაზე ბევრი იყო აქ საუბარი. სარწყავის სისტემის პრობლემა რა არის? რა ქნა ხელისუფლებამ? ძირითადი არხები პრივატიზაცია მოახდინა, გრძელვადიანი ჯარით გადასცა ცალკეულ ბობოლებს სოფლად და ამ პრივატიზაციის საბაზრო ეკონომიკის წინამდე ისევ დისკუსია ეწყება ბატონო მიხეილ მეიძულებულია შეგაწყვეტა. ბატონო მოკლედ თუ მე მეგონა ხალხს ვსაუბრებოდი ახლა. არა, მტრეხა ბატონ დავით პასუხობს. ალბათ მოგვიწევს ჩვენ საუბარი და მაგალითი რაც დოტაცია და ფულის მიცემა ლექსის არ მოუგონია. ესა საბაზრო ეკონომიკა. არ მოუგონია. საბაზრო ეკონომიკა. შენ თუ ეცინაამდე ჩვენ პირველი ბლოკის სტუმბაკაცებს გავაგზელებ გზებთან დაკავშირებით და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, შემოძვირფასო თანამოქალაქეებო და კახელებო. მე მგონი ჩვენ საკმაოდ ვიწვნიეთ ყველაფერი და საკმაო გამოცდილება გვაქვს. და ვიცით ერთი რამ. იგოეთამდე გზა არის ვირტუალური. ყველა სოფლამდე გზა არის ვირტუალური. ბატონ დავითი ამას ამბობს. სანამ სოფელი არ იქნება თავად სოფლის მიერ მართული, მანამდე გზები ჩვენ არ გვექნება კარგი. სანამ გურჯაანი იქნება მართული იმ ხალხის მიერ, ვინც პრეზიდენტამდე ახლოს მიაღწევს და იმას გამოგიგზავნიან, მან გამგებლად და თვალი აქეთ რჩება თბილისში, რომ აქეთ ყავდეს ხალხი მაყოფილი და ხალხი არ არის. სანამ თვითმართველობა არ იქნება ამ ხელისუფლებას. არ მოუგვარებია ამ ხელისუფლებას. გააჩუმებთ თუ ვერ ძალიან ცოტა რჩება ხოდა. ესე იგი ის გზები რაც ხალხო ჩვენ დადიხართ. ვირტუალურია ბატონ დავითი არ არის. ბატონ მიხეილ არის გზები, ოღონდ დისკუსიას უნდა დავიწყოთ ამ თემაზე. ძალიან ცოტა დრო. ბატონო მიხეილ შეიძლება არ გინახიათ ამ ხელისუფლებას. შეიძლება ძალიან კარგი. ძალიან თუ შეიძლება შემდეგი კითხვა ბატონო დათო შემდეგი კითხვა რა არის? შემდეგი შეკითხვა ისე ბატონ მიხეილ მაჭავარიანს თუ შეიძლება. ბატონო მიხეილ, ველიწყეს ესაჭიროება, ველისიხის ვენახებში სახნავი ტრაქტორები, რიგთაშორისების სახნავი ტრაქტორები. ეს ვიწრო ტრაქტორებია. თუ გვეშველება რამე? ჩემო ბატონო, თქვენ იცით ეს პროგრამა საპრეზიდენტო ტრაქტორებთან დაკავშირებით, ეხლაც ამ წელიწადში არის ამისთვის ჩადებული თანხა. ეს რა თქმა უნდა მცირე ნაწილია, მაგრამ ჩვენ წელს ვფიქრობთ, დაგეგმილი გვაქვს მთავრობის პროგრამაში ეს არის, რომ სწორედ მიზანმიმართულად კახეთში იყოს ეს პროგრამა რეალიზებული, რასაც ქვია რიგთაშორისი ტრაქტორები, რომელიც სპეციფიურია და ძალიან ვენახი. შეიძლება ტრაქტორებთან დაკავშირებით კომენტარი. ყველა გურჯაანელს კარგად ახსოვს ადგილობრივი არჩევნების წინ ეს მოვლენა, როდესაც თბილისიდან დაიძრა ტრაქტორები გურჯაანისკენ. მერე ჩვენ ჩავედით იქ, მაშინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხო სიმონიშვილი დაგვდა იქ. რომ ვიკითხეთ, სად არის ეს ტრაქტორები, გაფრინდნენ, გახსოვთ?
პოლიციის შენობაში რო ეყენათ ის ტრაქტორები არჩევნების წინ საჩვენებლად რო ჩაიყვანეს იქ და მთელი კახეთი შემოაყარეს ერთ-ერთი ტრაქტორი. ორი დღის წინ პეტრე ცისკარიშვილთან ერთად ვიყავი ვაქირში და ადამიანებმა მოვიდნენ და თქვენ დიდი მადლობა პეტრე, რომ ეს არის ის ტრაქტორი, რომელიც პრეზიდენტის პროგრამით მივიღებ და ძალიან რამდენ ადგილზე გავდათ ეს ტრაქტორი ჩაყვანილი საჩვენებლად. ძალიან ფორმატი დავიცვათ, სტუმრებს ძალიან ვთხოვ რომ დავიცვათ ფორმატი, ეს არის კითხვა-პასუხი ხალხთან და იქნებ დათო ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, იქნებ ვინმეს ბატონ დავითთან აქვს კითხვა, რომ უბრალოდ დავიცვათ დროის თვალსაზრისით არის თუ არა კითხვა დათო ბატონ დავითთან? ბატონ დავით უსუფაშვილთან არის თუ არა კითხვა, მსურველებს შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვა. თქვენ ქალბატონ თუ გაქვთ ბატონ დავით უსუფაშვილთან? ჩვენ ძალიან ხო. ისა მე ვარ ავადმყოფი ოჯახის პატრონი. შვილი მყავს 30 წლის, რომელიც ასთმიანი მყავს. საოპერაციო და გაჭირვებული ვარ. არც სოციალური დახმარება მაქვს, არც პენსიონერი ვარ. წამლებში ვარ, სულ შვილიშვილებიც ავადმყოფი მყავს. რითი და როგორ, რანაირად უმუშევრები ვართ. დათო კითხვა თუ ძალიან გაჭირვებულები. კითხვა თუ შეიძლება. ანუ თქვენი შეკითხვის არსი რაში მდგომარეობს? რასი და წამალი, ყველა ჩემნაირი გაჭირვებულია და წამლები არის ძალიან ძვირი. და საერთოდ ეს წამლები, კაცო, თელი ავადმყოფები ვარ. მაგრამ გასაგებია ვიცხოვდა. დახმარება კითხვის შინაარსი დათო. ითხოვს იმას, რომ ოპოზიციამ თავის მოთხოვნებში ჩადოს ის, რომ კომპანიებმა გააეფონ წამლები ექნება სერიოზული პროგრამა, ჯანდაცვის ნაწილში ჩვენ გვექნება პროგრამა იაფი წამლის პროგრამა, იმიტომ რომ საქართველოში წამალი არის ძალიან ძვირი, იმიტომ რომ საქართველოში წამლის ბიზნესი არის მონოპოლიზირებული იმ ხალხის მიერ, ვინც მოკალათებულია პარლამენტში და სხვა თბილ ადგილებზე და მათ ხელშია მთელი წამლის სექტორი. მოვადრო და ყველაფერს ვიტყვი. და იქნებ გვარი გითხრათ ჯანდაცვის სფეროში, ფარმაცევტიკის სფეროში. ამ სფეროში არის მონოპოლი არა მხოლოდ წამლებზე, არამედ უკვე სამედიცინო დაწესებულებებზე. ამ ხალხის ხელშია ყველაფერი, ფასების სისტემა, ის სოციალური დახმარების სისტემა, რომელიც ხელისუფლება უნდა განეხორციელება და ამდენი წელია და ვერაფერი ვერ გააკეთა, იმიტომ რომ ეს დახმარება ვერასოდეს ვერ მიდის იმ ადამიანამდე, ვისაც ეს სჭირდება. სადღაც შუაში იკარგება იმ კორუფციულ შრეებში, რომელიც უხვადა ამ ხელისუფლებაში და ამიტომ ვერ მოდის კონკრეტულ მოქალაქეებამდე ეს ყველაფერი. იაფი წამლის პროგრამა იქნება, რომელსაც ექნება ძალიან კონკრეტული კომპონენტები, იქნება სოციალური დაცვის სისტემა, სოციალური დაზღვევის სისტემა, რომელიც იქნება არა საარჩევნო კამპანიების დროს ტრიუკები, ვაუჩერების დარიგების, რომელთაც ისევ თავად სარგებლობენ ის ბანკები და ის სადაზღვევო კომპანიები, რომელიც ამ თანხებს იგდებენ. არამედ ეს იქნება სისტემა, რომელიც უშუალოდ ხალხამდე მიიტანს ამ დახმარებას. რამდენად რეალურია ეს დანაპირება და ვის გულისხმობს ბატონ დათო, იქნებ თქვენ მაინც დაგვიკონკრეტოს, ეს საუბრობს, რომ პარლამენტში ადამიანი, რომელსაც აქვს წამლის ვილაპარაკებს საქმეზე. ბატონი დავითმა ილაპარაკა და კარგი, მე ვილაპარაკებ საქმეზე. ქალბატონო, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ პენსიონერებს ჩვენმა ხელისუფლებამ მიცა სადაზღვევო ვაუჩერები და ძალიან ბევრმა ადამიანმა, რამოდენიმე ასეულმა ადამიანმა ჩაიტარა უძვირესი ოპერაცია იმ ვაუჩერით და ეს არის ძალიან კარგი. ეს არის ძალიან კარგი, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. ქალბატონო, თქვენ რაც შეგეხებათ. ალბათ თქვენ ვერ მოხვდით ერთ-ერთ იმ პროგრამაში, მე გაძლევთ სიტყვას, თქვენ დაწერეთ განცხადება, კი არ დაგელაპარაკებით ამას როგორ მოვაგვარებთ, ეხლავე მოვაგვარებთ. დაწერეთ განცხადება და ჩვენ გვირჩევნია საქმე გავაკეთოთ და არა ვილაპარაკოთ. ვინაიდან თქვენ არ ახართ არც ერთ პროგრამაში, ვერ აიღეთ როგორც პენსიონერმა ვაუჩერი ან სხვა სოციალურად დაუცველმა, მე თქვენ გაძლევთ პირობას, ამისთვის განსაზღვრულია თანხა ყველა და კომისიურად წყდება, დაწერეთ და თქვენ ეს პრობლემა მოგიგვარდებათ, როგორც უგვარდება უამრავ ადამიანს. ეს ჩემთვის კიდე ერთი მაგალითია, რომ ჩვენი სოციალური სფერო უნდა იყოს კიდე უფრო ფართე, ჩვენ ფაქტიურად არ უნდა დაგვრჩეს არც ერთი წრე ადამიანების, რომელიც იქნება ყურადღების გარეშე. რაც შეეხება ადამიანებს, ახლა ბატონი დავითი საუბრობს იმ პარლამენტის წევრებზე, რომელიც იყვნენ ადრე ბიზნესში, მაგრამ ახლა აღარ არიან. ესეთი ადამიანი ყოველთვის შეიძლება იყოს ყოველთვის. გასაგებია ბატონ მიხეილ. რაც შეეხება თუ შეიძლება უთხარი მაგ ადამიანებს დიდი მადლობა, იმიტომ რომ იდგნენ ამდენი ხანი გველოდებოდნენ დასვას კითხვები. დიდი მადლობა ჩვენს კოლეგას დავით კაკულიას, ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ახლა კი ჩვენი სტუმრებისთვის საპარლამენტო რეგლამენტის პატარა რეპეტიციას მოვაწყობთ. ბატონებო, სანამ ეს გვიში საათი ჩაიცელება, თქვენ გაქვთ 3 წუთი, რომ წარმოადგინოთ ძალიან მოკლედ თქვენი პროგრამა, რატომ უნდა მოგცეთ ამ ორჩეულმა ხმად თქვენ და არა თქვენს კონკურენტ პარტიას ან თქვენს კონკურენტ მაჟორიტარ დეპუტატს. შემდეგ ამ 3 წუთიანი წარდგენის შემდეგ თქვენ გექნებათ თითო წუთი, რომ თქვენს ოპონენტს დაუსვათ.
შეკითხვები რა კი საპარლამენტო რეგლამენტის მეტი გამოცდილება ბატონ მიხეილს აქვს. პირველად ამ საათს ბატონ მიხეილ თქვენთან ვაბრუნებთ. 3 წუთი. მადლობთ. პირველი რაც მინდა ვთქვა, რომ კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ბუქარესტის სამიტი კიდე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმ სწრაფისკენ, რასაც ქვია ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანება. რაც შეეხება MAPS, ეს იყო საკითხი, რომელიც ძალიან ბევრი ქვეყანა შეიძლება ზოგი 10 წელი ელოდებოდა, ზოგი 8 წელი ელოდებოდა, ჩვენ გაგვიცხადეს ნათლად, რომ საქართველოს გახდება ნატოს წევრი. ანუ საქართველოს თანამოქალაქეები იქნებიან უფრო დაცული და საქართველოს აქვს უფრო მეტი შანსი, რომ იქნოს თავი უფრო მეტად დაცულად. ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ საქმე და არა ვილაპარაკოთ ამ საქმის შესახებ. ჩვენ ვიცით როგორ უჭირს ჩვენ თანამოქალაქეებს. ჩვენ ძალიან ნათლად ვაცნობიერებთ თუ რა პრობლემები გადაწყდათ, მაგრამ რა პრობლემებია გადასაწყვეტი. ჩვენ უკვე ამას ვაცნობიერებთ და ვაკეთებთ კიდეც, იმიტომ რომ ეს 50-დღიანი პროგრამა, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა და ახორციელებს, კონკრეტულად გულისხმობს პენსიების გაზრდას. აპრილის თვიდან საქართველოში პენსიები გაიზარდა. გულისხმობს იათ კრედიტებს და დასაქმებას. დასაქმება არის ყველაზე მთავარი პრობლემა. რა პრობლემასაც ჩვენ უნდა შევეჭიდოთ და უნდა გადავწყვეტოთ. თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს ჭირდება ღირსეული სამუშაო და ამ სამუშაოს ჭირდება ძლიერი სახელმწიფო, რათა მან უზრუნველყოფს ამ პრობლემების მოგვარება. ძლიერი სახელმწიფო გულისხმობს სწორედ იმ პროგრამას, რასაც IAP კრედიტი ქვია. IAP კრედიტი ქვია როგორც მცირე ბიზნესისთვის, ისევე სოფლის მეურნეობისთვის. ჩვენ გვჭირდება ძლიერი სოფელი. ძლიერი სოფელი გულისხმობს როგორც კომუნიკაციებს, ანუ გზებს, გაზმომარაგებას, წყალმომარაგებას, ასევე ძლიერ სოფლის მეურნეობას. ძლიერი სოფლის მეურნეობა სწორედ არის ქვაკუთხედი საქართველოს ეკონომიკისა, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფელშია და ამ ხალხს დახმარება უნდა და ჩვენ მას დავეხმარებით დოტაციით, დავეხმარებით დიზელით, დავეხმარებით იმითი, რასაც სახელმწიფოს აქვს საშუალება და მიმაჩნია, რომ ეს არის სწორად გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პოლიტიკური რეფორმები. შეიძლება ბატონ დავით და მის მეგობრებს მოწონდეს სიტყვა, რომ ეს ხალხი წავა პენსიაზე წამოვა, ჩვენ ვიქნებით პარლამენტში, ბატონ დავით. ჩვენ ვიქნებით პარლამენტში ერთად და ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოსთვის. ჩვენ მე მესმის რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ ასეთი განცდა რომ რაც უფრო მეტად ეხლა დამიპირისპირდებით და რაღაც სიტყვებს დამიძახებთ ამითი მოიგებთ არ მოიგებთ ბატონო დავით იმიტომ რომ ჩვენ განწირული ვართ რომ ვითანამშრომლოთ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ იმ პოლიტიკური რეფორმებისთვის რომელიც ჭირდება ამ ქვეყანას მეც უნდა ვითანამშრომლო თქვენც უნდა ვითანამშრომლოთ ნაბიჯები უნდა გადავდგათ ერთმანეთისკენ ისე კი არ უნდა იყოს რომ თქვენ გადმოდგათ და მე უკან გადავდგავ ჩვენ უნდა გადავდგათ ერთად ნაბიჯები მაგრამ ჩვენ დაგვრჩება თქვენ ჩვენი საკითხები რომელიც იქნება შეუთანხმებელი მაგრამ ძირითად საკითხებზე ჩვენ უნდა ვიყოთ პოლიტიკური რეფორმებისთვის უნდა ვიყოთ მზად და ჩვენ ვართ მზად ამისთვის ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ძირითადი მესიჯი არის საქმე და არა ლაპარაკი ჩვენ ამ საქმეს ვაკეთებთ და გავაგრძელებთ გაკეთებას ჩვენ დასაქმების პროგრამით IAP კრედიტის პროგრამით სოციალური პროგრამებით, სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებით გვინდა რომ მოვიდეთ და კიდევ ერთხელ ჩვენ თანამოქალაქეებს დავანახოთ თუ რისი გაკეთება შევძელით და რისი გაკეთებას კიდევ გვაქვს სურვილი და საშუალება. მადლობთ. ზუსტად ჩაეტია დროში. ზუსტად ჩაეტია. ბატონო დავით, ვიდრე თქვენთან თქვენი წამზომი ჩაერთვება შეიძლება ასე თუ თქვენ გაქვთ საშუალება ჩვენს გადაცემაში დაუსვათ ერთი შეკითხვა ბატონ მიხეილს თუ დაგებათ თუ გაგიჩნდათ რაიმე კითხვა მისი თქვათ ერთგვარი პრეზენტაციიდან. მოკლე პრეზენტაციიდან. განცდით აღვისე შუადარიგებისთვის როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია. კითხვა ასეთია. ბატონო მიხეილ, თქვენ დაახლოებით 13 წელია რაც აქტიურ პოლიტიკაში ბრძანდებით. ასე მახსოვს. ან 13 წლის განმავლობაში რაიმე სხვას თუ ამბობდით ოდესმე იმის გაგასხვავებულს რაც ახლა თქვით. ეს 13 წელია თქვენ ხართ ხელისუფლებაში და გქონდათ საქმის კეთების საშუალება. რატომ ვერ გააკეთეთ ეს საქმე და რატომ ლაპარაკობთ იმასვე, რასაც მთელი 13 წელია საუბრობთ აქ ქვეყნის საქმე მიდის უკან და უკან. ბატონო თქვენს გექნებათ საშუალება რა თქმა უნდა დაუსვათ შემდეგ კითხვა, მაგრამ ეხა უპასუხოთ. ბატონო დავით, 13 წელი ვარ პოლიტიკაში და შემიძლია გითხრათ ზოგიერთი თქვენი ოპონენტის, თქვენი კოლეგისგან განსხვავებით. რომ მე პოლიტიკაში ვარ კონკრეტული საქმეების საკეთებლად. მე არასოდეს არ აღმინუსხავს ეს საქმეები და როგორც ახლა არქივი იყო 2400 სიუჟეტი არისო ჩვენს არქივში რო ბრძანეს. ეს არის კონკრეტული საქმეები, ბატონო დავით. და ვაკეთებდი და ლაპარაკობდი იმას, რაც მჯეროდა. როცა მჯეროდა, რომ ვაკეთებდი სწორ საქმეს შევარდნაძის პერიოდში ვაკეთებდი ამას. როცა მივხვდი რომ ეს არასწორი იყო, წამოვედი იქიდან სადაც გასაჩერებელი არ იყო, მაგრამ არასოდეს პოზა არ მქონია რომ ჩემი სახლი არის გვერდზე და ეს ჩემი საქმე არ არის. მე ვაკეთებდი კონკრეტულ საქმეებს, ჩემი ამორჩევლისთვის. იმ საქმისთვის, რასაც ემსახურებოდა ნებისმიერი კონკრეტული გადაწყვეტილება. რა მოთხოვნებიც ჰქონდა დროს, აი ამ დროს პასუხობდი იმ მოთხოვნებით და მე შემიძლია გითხრათ უამრავი გაკეთებული საქმე.
და არა ლაპარაკი, როგორც ამას ზოგიერთი ჩემი ოპონენტი თქვენ სახით ამბობს. თქვენი კონკრეტული საქმეები არის ლაპარაკი და კარგად გამოგდით, კარგი კრიტიკა. მე ამის ფუფუნება არ მქონია. მე მქონდა დრამოიწურა. მეკეთებია საქმე. დიდი მადლობა. თქვენ დრამოიწურა. ეს კარგად გამოგდით. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ პასუხისგანაცემისთვის ბატონ დავით თქვენი წამზომი ჩაირთვა. დიდი მადლობა. ბატონ მიხეილს მინდა შევახსენო, რომ ოპოზიციის ხელში ერთ-ერთი იარაღი არის სწორედ სიტყვა. საუბარი, კრიტიკა და ლაპარაკი. ბიუჯეტი, არმია, საჯარო სამსახური, საჯარო დაწესებულება ეს თქვენს ხელშია. თქვენ უნდა გეკეთებინათ საქმე. 13 წლის განმავლობაში თქვენ საქმე არ გეკეთებიათ. გარდა ერთისა, საკუთარი თავის კვლავ წარმოებისა, რომ უზრუნველყოთ თქვენი ყოფნა ხელისუფლებაში. ჩვენ რესპუბლიკური პარტია და რესპუბლიკური ხელისუფლება ვიქნებით ღირსეული ხელისუფლება ღირსეული ხალხის და თუ რამეს ვერ გავაკეთებთ ხელისუფლებას არ ჩავეპოტინებით, კბილებით, ხელებით, ჭყალებით, ფეხებით, ისე როგორც თქვენ აკეთებთ ამას ამ წლების განმავლობაში. ჩვენ დავთმობთ ხელისუფლებას. მოვალთ შემდგომში, თუ კი უკეთესი გამოჩნდება. ჩვენ არ ვაკადრებთ ხალხს გაყალბებულ არჩევნებს. ჩვენ ვიხსენებთ ხალხს საშუალებას გამოავლოს თავისი თავისუფალი ნება საარჩევნო ყუთთან. არ ვაკადრებთ ჩვენ იმ ხალხს, რაც თქვენმა ხელისუფლებამ არაერთხელ აკადრა მას, მთელ საქართველოს, გადა 5 იანვარსაც იგივე გაიმეორა. ჩვენ ვიქნებით სამართლიანი ხელისუფლება. და სამართლიანი ხელისუფლება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლება ყველასი, მომხრისაც და მოწინააღმდეგისაც. დღეს თქვენ ბევრს საუბრობდით დიალოგზე, თანამშრომლობაზე, ურთიერთობის აუცილებლობაზე. თქვენის ხელისუფლება ბრძანდებით 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, უარი რომ განაცხადეთ ყველა სახის დებატებში მონაწილეობაზე, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ყველა ტელევიზიაში. თქვენის ხელისუფლება ბრძანდებით. თქვენ თუ ამბობთ, რომ გამოფხიზლდით 7 ნოემბრის შემდეგ და ისწავლეთ ჭკვა და მოიქცევით უკეთ, თქვენ გქონდათ ამის შანსი. 5 იანვარს თქვენ ეს შანსი გაუშვით. თქვენ კვლავ იმავე მეთოდით შეინარჩუნეთ ხელისუფლება, როგორც დღემდე აკეთებდით. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ პირველი რასაც გავაკეთებთ პარლამენტში უმრავლესობის შემოსვლის შემდეგ მივიღებთ კანონს ოპოზიციის შესახებ, თქვენს შესახებ, რომ თქვენი უფლებები იყოს გარანტირებული. თქვენ გექნებათ 3-4 კომიტეტი პარლამენტში. თქვენი წარდგინებით დაინიშნება კონტროლის პალატის თავმჯდომარე. თქვენ გექნებათ უფლებები მედიაში გარანტირებული გამოსვლა, საათები, წუთები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს ჩვენ გვესმის, რომ არის აუცილებელი დიალოგი ოპოზიციასთან მოსახლეობასთან, თქვენ ეს არ გესმით. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული პროექტები იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო გათავისუფლდეს დიქტატისგან, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს იმისი განცდა, რომ მის უკან დგას სახელმწიფო. თქვენს პირობებში თითოეულ მოქალაქეს აქვს განცდა, რომ მას სახელმწიფო დასდევს, ან წაართმევს, ან დაიჭერს, ან გააუბედურებს, ან ბოლო-ბოლო საარჩევნო ყუთთან იმ ბიულეტენს ხელიდან წაართმევს და როგორც უნდა ისე გადაწეს. ჩვენი სახელმწიფო იქნება თითოეული მოქალაქის სახელმწიფო. ჩვენ ადამიანებს ასე არ ამოვარჩევთ ტელეეკრანიდან, რომ მოგძანდით ბატონო, მოგცემთ დახმარებას. არა, ასე არ არის. ინსტიტუტები იქნება, რომელიც სადაც ამ ქალბატონს არ იქნება სათქმელი ტელევიზიით, როცა მოკრა თვალი მიხეილ მაჭავარიანს. იმიტომ რომ სახელმწიფო მექანიზმი იმუშავებს ამისთვის და ჩვენ ამ დემაგოგიით არ ვიქნებით დაკავებული. რესპუბლიკური მთავრობა იქნება გონიერი ხელისუფლება. ამ ქვეყანას ჭირდება გონიერი ხელისუფლება. ჩვენ საჯარო მოხელეებს დავტოვებთ თავის ადგილზე. ისინი გააგრძელებენ საქმეს. შევცვლით 50-მდე ადამიანს. სამწუხაროდ თქვენი დრო ამოიწურა ბატონ დავით. ბატონ მიხეილ, ტრადიციულად დასვით ერთი კითხვა. ბატონ დავით, მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ ძალიან კარგად ილაპარაკეთ, მაგრამ მე ხა საქმეს რას აპირებთ? აი კონკრეტულად რას აპირებთ პენსიებთან დაკავშირებით, რას აპირებთ დასაქმებასთან დაკავშირებით? ერთი კითხვა თუ შეიძლება ბატონ მიხეილ რაღაც რო გამოვყოთ ამ. წუთი მაქვს, ხო? წუთი კი, მაგრამ უბრალოდ ერთი კითხვა რო დასვათ ბატონ დავითს რო გამოვყოთ. კონკრეტულად რას აპირებთ, როცა მოხვალთ ხელისუფლებაში? ეკონომიკაში, სოფელში, პენსიებთან დაკავშირებით, სოციალურ დაცვასთან დაკავშირებით. აი კონკრეტულად ლაპარაკი კი არა. საქმე გაწუთი ბატონო დავით. დასაქმება უნდა მოახდინოს თავისუფლმა ბიზნესმა. ბიზნესი არ იქნება იმ დღეში რა დღეში თქვენს ხელშია. ჯერ წაართვით ყველაფერი რაც შეგეძლოთ. ახლა ისი მათი ფიზიკური სხეული დაგჭირდათ საარჩევნო გამარჯვებისთვის და ამ ბიზნესმენებს აყენებთ არჩევნებში. ჩვენ ბიზნესს გავათავისუფლებთ და ბიზნესში შექმნის სამუშაო ადგილებს. ჩვენ საპენსიო სისტემას დავიწყებთ, რაც თქვენ ვერ დაიწყეთ. 5-5 ლარის მომატებით პენსია არასოდეს არ იქნება საკმარისი ამ ქვეყანაში. ჩვენ საპენსიო სისტემას ჩაუყრით საფუძველს, რომელსაც შემდეგი ხელისუფლებას გააგრძელებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ხარისხიანად. როგორც საპენსიო ფონდების სისტემით, სადაც თითოეულ მოქალაქეს მაშინ კი არა საპენსიო საკირო მოუწევს, როგორც კი შრომით საქმიანობას დაიწყებს, მაშინვე ექნება საშუალება იფიქროს თავისი ბერეზე. მინდა ამ საკითხზე ვიდებატოთ მე. სიამოვნებით. შევფარგლოთ ამ თემაზე შეგვიძლია თვალსა მოგიწიოთ. ეს იყვნენ ჩვენი სტუმრები ბატონი დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ბატონი მიხეილ მაჭავარიანი, საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ხალხის სხვა კითხვებს დეპუტატობის სხვა კანდიდატები შემდეგ პარასკევს ისევ ჩვენს ეთერში უპასუხებენ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე და თენგო პირადად იმ ხალხს, რომლებიც გვიყურებდნენ და რომლისთვისაც ეს გადაცემა გაკეთა, უხდით ბოდიშ თუ რამე ისე არ გამოგვივიდა, მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ ეს ჩემი და მისი დებიუტია. შემდეგ პარასკევს ხალხის კითხვებს უკვე სხვა რეგიონიდან, ხალხი კითხვებს უკვე სხვა რეგიონიდან დასვამს. დაელოდეთ, ჩვენი მიკროფონი თქვენთანაც ჩაირთვება. შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის.